მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მადლობა რომ ინტერესი გაქვთ მეცნიერების მიმართ. თუნდაც არაპირებდეთ მეცნიერებას მიუძღვნოთ თქვენი თავი. იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი რაღაცაა, მეცნიერების გარეშე ქვეყანა არ არსებობს არც ერთი არანაირი. ყანაც არ არის. ყანასაც უნდა მოვლა და ცოდნა, ანუ მეცნიერება. მოკლედ, რატო მეცნიერება? ყოველთვის რაღაც ციტატით ვიწყებ ხოლმე, ცნობილი მეცნიერის, ჩემთვის ყველა საყვარელი ფიზიკოსი, რიჩარდ ფაინმანის ცნობილი სიტყვებია. ალბათ გარშემო ხშირად შეხვედრი ხართ ექსპერტებს, უფრო ხშირად ფსევდოექსპერტებს და თქვენ წარმოვიდგინეთ, ნამდვილი ექსპერტების კი ხდებიან და მეცნიერება არის სწორედ ამის კარგად სწორად გააზრება, იმიტომ რომ ავტორიტეტი არ არსებობს. მეცნიერიც კი არ არის ავტორიტეტი, ბოლო პლაცდარმი, ბოლო ავტორიტეტი, უმთავრესი ავტორიტეტი არის ბუნება მეცნიერებაში, რომელიც კარნახობს თავის კანონებს. მას აქვს გარკვეული ბუნებას აქვს გარკვეული, მოდის ვთქვათ, დიქტატურა, კანონების დიქტატურა. ბუნებაში არსებობს კანონები, რომელთა დიქტატურა, აი ერთადერთი შემთხვევა, როცა ვამართლებ დიქტატურას, ეს არის ბუნების კანონების მიღება. თუ არ მივიღებთ, უბრალოდ კონფლიქტში ბუნებასთან არავის არ ურჩევ შევიდეს, შეუძლებელია გადარჩე მაგ დროს. ხო, დღეს მინდა დავამთავრო ლექციათა სერია, რომელიც დავიწყე ცოტა ხნის წინ, 6 თვის წინ დაახლოებით 7 თვის წინ. და მეშვიდე ლექცია, ბოლო ლექცია ამ სერიის ფარგლებში არის კოსმოსური გიგანტური სიმები. ესენი უცნაური ობიექტები არიან ძალიან. ოღონდ აქამდე თუ ლაპარაკობდი, ნახეთ, ჩამონათვალში. თეთრი ჯუჯები, პულსარები, მაგნეტარები, შავი ხვრელები. შემდეგ ცოტა ეგზოტიკური თემა იყო შავი ხვრელი როგორც ეფექტური hard disk-ი, მიკროშავი ხვრელი. ანუ ესენი პრინციპში მიკროშავ ხვრელს თუ არ ჩავთვლით, ყველა აღმოჩენილია. მიკროშავ ხვრელზე არანაირი მინიშნება არ არსებობს, რომ არ უნდა არსებობდეს, ის რომ მას ვერ ვხედავთ, უბრალოდ მიკროა და იმიტომ. ბევრი მიზეზია, რატომაც ვერ ვხედავთ. ასე რომ ისინი არსებობენ ძალიან დიდად სავარაუდოდ. შემდეგ ქონდა ლაპარაკი ჭიის ხვრელზე წინა ლექციაზე, რომელიც ძალიან ეგზოტიკური თეორიული წარმონაქმნია, თეორიული ნაწინასწარმეტყველებია. ანუ ეს არის მეცნიერების დიდი იარაღი. მას შეუძლია რაღაცი წინასწარმეტყველოს ივარაუდოს. ზოგიერთი რამე არ გამართლდება იმ ვარაუდებიდან და ზოგიერთი გამართლდება. ან ჩვენ ვთქვათ, ჩვენს ეს უახლოეს წარსულში მოვესწარით რამდენიმე ათეული წლის წინამდელ ნავარაუდები ნაწილაკის აღმოჩენას, ჰიგსის ნაწილაკი. მაგალითად, ერთ-ერთი. ხონდან ვაიჭის ხვრელიც ერთ-ერთი ასეთი კატეგორია იყო და აი დღეს მინდა მეორე ასეთი ტიპის ობიექტზე გესაუბროთ, რომელიც შესაძლოა არსებობს სამყაროში. არაფერი ხელს არ უშლის, რომ ის არსებობდეს, მაგრამ ჯერ არ აღმოგვიჩენია. მაგრამ თუ ის არსებობს, ძალიან საინტერესო იქნება. მე ასტროფიზიკოსი ვარ და კოსმოსური გიგანტური სიმებიც ასტროფიზიკური ობიექტები არის, თუ ისინი არსებობენ. ძალიან საინტერესო იქნება ბუნება, მათ სიახლოვეში სამყაროს ყოფაქცევა. ხო და მოდი ნელ-ნელა ესე გადავიდეთ ამ საკითხზე. კოსმოსში ჩვენ ვხედავთ ბევრ ობიექტს, თვალით ვხედავთ. თვალით, ვეხებით, შეიძლება ასე ითქვას. ვხედავთ ვარსკვლავებს, ვხედავთ პლანეტებსაც კი ვხედავთ თვალით, შეუიარაღებელი თვალით. მერე ნელ-ნელა უფრო ვთქვათ შევიარაღდებით და უფრო გვიჭირს დანახვა შეუიარაღებელით, ან საერთოდ შეუძლებელია. ტელესკოპებით შევიარაღდებით, უფრო კარგად ვხედავთ შემდეგ სამყაროს და ასე შემდეგ. აღმოჩნდა რომ აი ეს კლასი ობიექტების, უბრალოდ ეს ამ ტიპის ობიექტები, სიმი არის ძალიან გრძელი. წარმოვიდგინოთ, დაახლოებით, წარმოვიდგინეთ დედამიწიდან მზემდე მანძილი. ეს არის 150 მილიონი კილომეტრი. 150 მილიონი კილომეტრი არის ზღვაში წვეთი იმასთან, რა სიგრძეც შეიძლება ჰქონდეს კოსმოსურ სიმს. სიმი თურმე ეს არის უცნაური ვიტყვი, როგორი ობიექტია, საიდან მოვიდა მისი ეს თქვა, ეტიმოლოგია საიდან არის, რატომ ფიქრობენ ფიზიკოსები ის უნდა არსებობდეს და მაგრამ თუ ის არსებობს, არის უშველებელი ზომის. ერთს რომ მიუწეროთ დაახლოებით მინიმუმ ვამბობ 15.0 ამდენი კილომეტრი, ეს სულ მცირე და შეიძლება იყოს მასზე კიდევ გაცილებით დიდი ზომისაც ასეთი სიმები. მოკლედ როგორ წარმოიქმნება
ეს მას ვეძახით ჩვენ ტოპოლოგიურ დეფექტს. ტოპოლოგიური დეფექტია გარკვეული შინაარსით ტოპოლოგია ეს არის მეცნიერება გეომეტრიის შესახებ, უფრო მაღალგანზომილებიანი გეომეტრიის შესახებ. მათ შორის სამყაროს გეომეტრიის შესახებ. მოკლედ, დიდი აფეთქების სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენი სამყარო ჩაისახა 14 ამ სახით, როგორცაც ჩვენ ვუყურებთ, რასაც ვხედავთ და ვაკვირდებით, ჩაისახა სადღაც 14 მილიარდი წლის წინ. 13 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ დაახლოებით. იქ და იმის მერე მაშინ ჩასახვის მომენტში სამყარო იყო ძალიან პატარა. ეხლა ეს სულ ერთ ეგეს ვიტყვი ყოველ ჯერზე, რაღაცაც ვიმეორებ ხოლმე წინა ლექციაზეც თქვი და იმის წინაზეც და ყოველ ჯერზე ვამბობ. ეს სკეპტიკოსები არსებობენ, დღემდე არსებობენ ისეთი ხალხი, ვისაც თქვა გონია რომ დედამიწა არის ბრტყელი მაგალითად, ხო? ამიტომ მათზე ასეთი ტიპის სკეპტიკოსი ამ შემთხვევაში გულისხმობ უკვე ძალიან ნეგატიურ კონტექსტში, ვინც არ ენდობა მეცნიერებას საერთოდ. ხო? არსებობენ სკეპტიკოსები და იტყვიან, ალბათ თქვენს გაიგონიათ, ვინ იცის, საიდან იცით რომ დიდი აფეთქება იყო, ასე შემდეგ. ხო, ვიცით. მეტიც ხედავთ მის, ასე ვთქვათ, მის კვალს, თან პირდაპირ კვალს ხედავთ. მეცნიერების უმთავრესი იარაღი არის მისი ობიექტური, სამყაროს კვლევის ობიექტური რეალობა. სულ ერთ და იგივე და არ მომბეზდება ამის თქმა, თუ სამყაროს არ იკვლევს გარკვეული ჯგუფი ხალხის, ვისაც აქვს პრეტენზია რომ ეკუთვნის ცივილიზაციას, ის არ არის ცივილიზაცია. თუ იკვლევ არ ნიშნავს მაინც და მაინც თქვათ ჩართული ხარ, პიროვნულად ჩართული ხარ, შეიძლება ვიღაც არის მხატვარი, ვიღაც არის კინორეჟისორი, ვიღაც არის დაუშვათ შესანიშნავი ეს რა ქვია კომპოზიტორი იყო და მომღერალი დევიდ ბოუი, რომელსაც არაჩვეულებრივი ნამუშევრები ჰქონდა მუსიკალური მიძღვნილი კოსმოსისადმი. ეს მისი ცნობილი მთელი სერიაა, ხო? ის ეკუთვნოდა ამ ცივილიზაციას მართლა. და მაგას ვამბობ, თუ ეს თემა ზოგადად, თუნდაც მაინდა-მაინც კონკრეტულად ეს არა. თუ კოსმოსი უბრალოდ არ გაინტერესებთ, არანაირად არ გაინტერესებთ, თქვენ ამ კოსმოსის ნაწილი მაშინ არ გამოდიხართ. მე ვთვლი რომ რაღაც იმპერატივი უნდა გქონდეთ შინაგანი, რომ დიახ, უნდა გაინტერესებდეთ, რატომ როგორი არის ეს სამყარო, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. ხო და მოკლედ, როცა ეს მოარული აზრი, რა ვიცით რომ სამყარო დიდ აფეთქებით შემოვიდა, თქვათ ჩვენი სამყარო ისტორიაში, კი ვიცით, ხედავთ, ვაკვირდებით კოსმოსში, ტელესკოპებით ვაკვირდებით და ჩანს რომ ყველა გალაქტიკა ჩვენ გაგვირბის. დროს თუ უკან დაატრიალებთ, მეცნიერებს ამის წარმოსახვის უნარი აქვს, ძალიან კარგი, ადამიანს აქვს ამის წარმოსახვის უნარი, რაღაცას რო ვიხსენებთ წარსულში, ეგრეთ დროს უკან დაატრიალება. მიხვდებით რომ ყველა გალაქტიკა იყო ერთად, ესე იგი, რაღაც 14 მილიარდი წლის წინ სამყარო იყო ძალიან პატარა ზომაში ჩაკეტილი. ხო და ასე რომ, ხო და კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ გონია რომ ის ფიზიკა რითიც ჩვენ ახლა მე აქ ერთი ხელის მოსმით გეუბნებით, მაგრამ აქ ძალიან ბევრი რამეა შიგ თავსი ამ ფიზიკის, რატომ გონია რომ სწორია? სწორია იმიტომ რომ ეს ლეპტოპი მუშაობს. რატომ? იმიტომ რომ იგივე ფიზიკის კანონები, კვანტური ფიზიკის კანონებია საფუძვლად უდევს იმ მიკროჩიპებს და იმ ნახევარგამტარულ ელემენტებს, რა საფუძველიც უდევს დიდი აფეთქების თეორიას. უბრალოდ ცოტა სხვა მასშტაბზე, მაგრამ ფიზიკა იგივეა. ამიტომ დიახ, დარწმუნებული ვართ ჩვენ ფიზიკოსები, რომ სამყარო არის ასეთი და როგორც ვიცით რომ დედამიწა ბრტყელი არ არის, ასევე დარწმუნებული ვართ ვიცით რომ სამყარო მართლაც შემოვიდა ეს ისტორიაში ესეთი დიდი აფეთქებით. ძალიან პატარა ზომიდან. მოკლედ, დაუბრუნდით ამ მომენტს, 14 მილიარდი წლის წინ სამყარო ძალიან სწრაფად, ძალიან პატარა ზომიდან აფეთქდა, უბრალოდ იმ პატარა ზომაზე უფრო პატარა ზომაში არ ვიცით რა ხდება. არ გვაქვს არც მათემატიკური აპარატი, არ გვაქვს არც ფიზიკური აპარატი, არაფერი არ ვიცით. იმას ვეძახით პლანკის ზომას, რომელიც არის ყველაზე პატარა ზომა, სადამდეც შეგვიძლია ჯერ კიდევ ოპერირება და ფიზიკაზე ვილაპარაკოთ. მოკლედ. არ ვიცით არ ნიშნავს რომ ვერს გავიგებთ. კი, ამაზე, მეცნიერება უსასრულო შემეცნების პროცესში ვართ, კაცობრიობა, წესით, თუ არ გადავშენდით. მოკლედ, 14 მილიარდი წლის წინ სამყარო შემოვიდა ამ ისტორიაში, ჩვენი სამყარო ამ სახით ყოველ შემთხვევაში, იქამდე შეიძლება იყო, მაგრამ მინიმუმ ამ სახით. და სამყაროს ჰქონდა ძალიან უცნაური საწყისი ეტაპი. პირველი ეტაპი, უშუალოდ პირველი ეტაპი იყო ძალიან უცნაური. ამას ვეძახით ჩვენ ინფლაციას, სიტყვიდან inflation. გაფართოება. სამყარო ფართოვდებოდა ძალიან სწრაფად. იმდენად სწრაფად, რომ თავის დუბლირებას ახდენდა ზომაში ძალიან მცირე დროის ყოველი მცირე ერთ და იგივე შუალედის მერე. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ძალიან სწრაფად გაფართოვდა და თუ ამ
თეორიის თანახმად ინფლაციის დროს შეიძლება შექმნილიყო სიმები. სიმი რა არის? ანუ ფურცელი რო აიღოთ დაჭბუჭნოთ. მე გაშალოთ. სადღაც ასე ღარები ხო დარჩება. ჩათვალეთ ესე ძალიან უხეშად ვამბობ. ჩათვალეთ რომ ის ღარები არის ერთგვარი დეფექტი ქაღალდზე, ხო? აი ეგეთივე ღარები არის დეფექტი სამყაროში და მას ჩვენ სავარაუდოდ თუ ისინი არსებობენ ესეთი დეფექტები, მას ჩვენ უნდა ვხედავდეთ, უნდა ვზომავდეთ. ადვილი არ არის ოღონდ. გეტყვით რა სირთულეებია, ამიტომაც ასე ყოველ ნაბიჯზე არ გვხდება კი არა და ჯერ არ აღმოგვიჩენია საერთოდ. უნდა ვხედავდეთ მათ. მაგრამ ინფლაციის გამო ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვერ ვხედავთ ესე ადვილად, ის არის რომ იმის გამო რომ სამყარო ძალიან გაფართოვდა, ძალიან შორს წავიდა, რეალური სამყარო გლობალურად შევხედოთ, ჩვენი ხილული სამყაროს არეალი გაცილებით პატარაა იმასთან შედარებით, რაც არის ნამდვილი. ამიტომ ეს დაახლოებით 10 ხარისხად 20 რაოდენობის სიმი უნდა შექმნილიყო, ზოგიერთი შეფასებით კიდევ უფრო მეტი. გაცილებით მეტი, 1080-მდე ადის, მაგრამ ამ ინფლაციური გაფართოების გამო გაიშალა ეს სიმებიც და შესაძლოა არ არის გამორიცხული რომ ერთ გალაქტიკაში მარტო ერთი სიმი იყოს. ხვდებით ხო? კონცენტრაცია შემცირდა მათი. და ამიტომ არ არის გასაკვირი ამაში არაფერი. თუმცა თუ ისინი აღმოვაჩინეთ და ვიპოვეთ ძალიან ბევრ რამეს დაედება საფუძველი ძალიან საინტერესო კვლევებს. ანუ წარმოუდგენლად საინტერესო რაღაცეებს. ხო, ეხლა რა ხდება? სამყაროს რაც ფართოვდება, ჩვეულებრივი ფიზიკაა. თქვენ რა იყოთ გაზი, ცხელი გაზი და დაიწყოთ მისეც თავისუფლება რომ გაფართოვდეს თვითონ. გაფართოვდება თან გაცივდება. ბუნებრივი რაღაცაა. ზუსტად ისევე ფართოვდება და ცივდება ჩვენი სამყარო. თქვენ რო აიღოთ ძალიან გავს ეს პროცესი, აი სიმის წარმოშობის პროცესი ძალიან გავს ყინულის წარმოშობის პროცესი. თქვენ რო აიღოთ წყალი და ძალიან ფაქიზად დაიწყოთ გაყინვა ტემპერატურის შემცირება. ძალიან ნელა, იმდენად ნელა რომ არ იყოს ხმაური, არ იყოს, ანუ არანაირი შეშფოთება არ იყოს. სადაც მიწის ქვეშ ძალიან ღრმად, ეგეთი ექსპერიმენტები ტარდება. თქვენ მიიღებთ გადაცივებულ წყალს, რომლის ტემპერატურა შეიძლება იყოს -10 გრადუსი, მაგრამ იყოს თხევად მდგომარეობაში. საკმარისია ხელი შემოარტყათ, უსფად გაიყინება თქვენს თვალწინ. ეხლა რა ხდება ჩვეულებრივ სიტუაციაში, როცა წყალს ვყინავთ? წყალში ყოველთვის არის მინარევები, შეშფოთება, ხმაური შემოდის, სადღაც მანქანამ გაიარა. სადღაც ვიღაცამ დაიკივლა, ანუ უბრალოდ რაღაც ხმა, შემთხვევითი პროცესიდან წამოსული. ის არის შეშფოთება. და ტემპერატურა როცა ეცემა, წყალი იწყებს გაყინვას იმ შეშფოთებული ადგილიდან. მოდი ასე ვთქვათ, იმ ადგილის არარეგულარობიდან, იმ მოცულობაში. ზუსტად ეგრე ხდება სიმის შემთხვევაშიც. ეხლა რა არის, ანუ სამყარო წარმოიდგინეთ, ამას ქვია სიმეტრის სპონტანური დარღვევა. ძალიან რთული რაღაცაა. მაგრამ შევეცდებით თითებზე ახსნა. აი წარმოიდგინეთ, სიმეტრია ყველა მის რაც არის, ისე ცნება ზოგადად. სიმეტრიას ფიზიკოსები ხანდახან ესეთ ჟარგონულად უწოდებთ ხოლმე, რომ ეს არის ფიზიკაში სილამაზის ცნების გარკვეული ალტერნატივა. მართლაც ესეა. მოკლედ სიმეტრიები ფიზიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნება და სიმეტრიები სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ ეხლა აი მარტივ რამეს გეტყვით. აი ძალიან ბორცვაკი წარმოიდგინეთ და ბორცვაკზე არის ბურთი. ზუსტად ზემოთ. წონასწორობაშია, მაგრამ საკმარისია პეპელომ გაიფრინოს ან რა ვიცი, ოდნავ რა ტაში შემოუკრა, ეს გადმოვარდება იქიდან. ანუ სიმეტრიული პოზიცია დაირღვევა, ის ან ერთ მხარეს ჩავარდება, ან მეორე მხარეს ჩავარდება, რომელიღაც მხარეს ჩავარდება, ხო? ტემპერატურის შემცირების გამო აღმოჩნდა, რომ სამყარო იმყოფებოდა აი ასეთ მდგომარეობაში ზუსტად. და ტემპერატურის შემცირების გამო ოდნავ იქით გადახრისას ეს იქით და აქეთ სივრცე არ არის პირდაპირ გაგებით. ეს არის რაღაც გარკვეული კვანტური მდგომარეობა, ანუ ხანდახან მიწევს ესე. ისე ვთქვა რომ ცოტა მაინც გაუგებარი დარჩეს, მაგრამ სამყარო აღიწერება გარკვეული მდგომარეობით, აღიწერებოდა მაშინაც აი საწყის ეტაპზე, ინფლაციას პერიოდზე როცა ვლაპარაკობ და ოდნავ თუ ეს სამყაროს მდგომარეობა, ოდნავ თუ გადაიწია ერთ მხარეს ჩავარდებოდა რომელიმე მინიმუმში. ქვემოთ მარტივად რო ვთქვათ, ხო? ქვემოთ ჩავარდებოდა. მაგრამ რა მოხდა, თუ არ გაიწია და ზემო ნაწილში რა ხდება? ზემო ნაწილში, ანუ იქ სადაც ჩავარდა არის დარღვეული სიმეტრია. და ზემო ნაწილში აბსოლუტურად სიმეტრიული ადგილია. ანუ ტემპერატურის შემცირებისას რაღაც ადგილები უნდა დარჩეს, რომელიც იქნება სადაც სიმეტრია იქნება აღდგენილი. და თუ კარგად დააკვირდებით, ეს იქნება წერტილი სივრცეში.
მაგრამ ეგეთივე წერტილი მასთან სიახლოვეში. შეაერთეთ, გამოვიდა ხაზი, კიდევ შეაერთეთ, კიდევ ხაზი. ანუ წესით სამყაროში ასეთი პროცესის დროს უნდა იყოს გარკვეული ერთგანზომილებიანი, ესე იგი, ობიექტი, რომლის გასწვრივაც სიმეტრია აღდგენილი, ანუ მდგომარეობა მაღალ ენერგეტიკულ დონეზე. ხედავთ, შემაღლებულზეა. პირდაპირ გაგებით მაღალი ბორცვაგზე რო ახვიდეთ, ენერგია უნდა დახარჯოთ, ანუ ენერგია გჭირდებათ. თქვენ თუ ასულიხართ, თქვენი ენერგია დიდია, პოტენციური ენერგიის ვეძახით ამას, ხო? იქ მსგავსი რაღაც ეგეთი. ანუ იმ ბორცვაკი ნიშნავს უკვე სიმს. ანუ სიმის პოზიციაში, რომლის ზომა არის ძალიან პატარა. ენერგია არის ძალიან დიდი. ანუ სიმი წარმოადგენს მაღალი ენერგიის ობიექტს. აქ სულ ვამბობ ხოლმე, რომ საერთოდ ჯობია, რომ ეგეთი რაღაცა ყოველთვის მე ვთვლი, რომ რაღაც ფორმულები არსებობს, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და ერთ-ერთი ასეთი ფორმულა არის E უდრის mc². ხო? E უდრის mc². ეს აინშტაინის ცნობილი ფორმულაა. სადაც მან ეკვივალენტობა დასვა მასასა და ენერგიას შორის. თუ მაღალი ენერგია აქვს, ეს ნიშნავს, რომ ესე იგი იმ სიმს, ერთგანზომილებიან სიმს. თუ აქვს ენერგია მაღალი, ნიშნავს, რომ მასაც ძალიან დიდი აქვს, ანუ ძალიან მჭიდრო უბანში, ძალიან პატარა უბანში, ესე ბჭყალებში დავარქვათ, შავი ხვრელივით არის, ოღონდ ერთგანზომილებიანი, მაგრამ არ არის შავი ხვრელი. რაღაცეებში გავს შავ ხვრელს. მოკლედ არის ძალიან დიდი ენერგიის მქონე. და აქედან გამომდინარე ეს ობიექტი არის იმის გამო რომ მასა ძალიან დიდი აქვს შესაბამისად უნდა იყოს ძალიან უცნაური თვისებების მქონე. ხო, ანუ სიმეტრია ესე იგი იმ სიმის ადგილზე ენერგია რახან დიდია, ну კოლოსალური მასა აქვს, წარმოიდგინეთ. ყოველი მილიმეტრის მასა, 1 მილიმეტრის სიგრძის მასა არის 1.18 მიუწეროთ ამდენი კილოგრამი. წარმოუდგენლად დიდი რიცხვია. და ამიტომ ენერგია ძალიან დიდია და ეს 1.35 მიუწეროთ ამდენი ჯოული. ეს არის ენერგია, რომელსაც ესე კაცობრიობა მსოფლიოში წელიწადში მოიხმარს, ანუ 1000 ტრილიონჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენ მოიხმართ წელიწადში, წარმოიდგინეთ. ეს დიდი ენერგია ძალიან. ანუ სიმი არის ფაქტიურად ერთ სამი წარმოვიდგინოთ, რომ სიმი ჩვენ აღმოვაჩინეთ სადღაცას კოსმოსში, ჩათვალეთ რამხელა პერსპექტივა იბადება გარდაკვლევისა, ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით, ხო? და ძალიან საინტერესო რაღაცეების მხრივ. ხო, აგრეთვე სიმი ძალიან გავს პირდაპირ გაგებით სიმს. აი ძაფს. და თუ ძაფს მაშინ როგორც ძაფზე შეგიძლიათ ოპერირება, აი რა ვიცი, გაკვანძოთ გაჭრათ. იგივე შეიძლება დაემართოს სიმს. თულმე თუ ორი სიმი ერთმანეთს დაეჯახა, შეიძლება ესეთი სხვადასხვანაირი კონფიგურაციები მივიღოთ. და ამიტომ როცა ლაპარაკი არის როგორი ობიექტები როგორი ტიპის სიმები ვეძებოთ სამყაროში, იმის მიხედვით ეს იქნება ერთგანზომილებიანი ესეთი გრძელი სიმი, თუ იქნება მარყუჟი, სხვადასხვანაირი დაკვირვება არის საჭირო, სხვადასხვანაირი ტელესკოპებია საჭირო, სხვადასხვანაირი ტიპის ტელესკოპები იქნება საჭირო და ამაზე ვილაპარაკებ კიდევ, ანუ როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა. მოკლედ მარყუჟის ტიპის სიმი არის, გავრცელებული აზრი, რომ თუ ესეთი ობიექტები არსებობენ, მარყუჟის ტიპის უნდა იყოს ყველაზე უფრო მოსალოდნელია. რატომ? იმიტომ რომ ერთგანზომილებიანი ვერ გაძლებს კარგახანი. ანუ პირდაპირ ესეთი გრძელი არა შეკრული, ვერ გაძლებს, იმიტომ რომ იქნება თურმე არასტაბილური და ბოლოს უნდა შეიკრას, იმიტომ რომ მასა აქ ძალიან დიდი, თავის თავს მიიზიდავს, ხვდებით ხომ? და ამიტომ და თანაც სწორხაზოვანი არ არის, რაღაც გარკვეული კონფიგურაცია გააჩნიათ, თუ რადგან და მავთული ისროლოთ, ხო? უბრალოდ. ნახავთ რომ თავის ფორმებს მიიღებს და თუ მავთულს ექნება ძალიან დიდი მასა, თავის თავს მიიზიდავს და შეიკრება, აუცილებლად შეიკრება. ამიტომ მოსალოდნელია რომ ჩვენ თქვათ ხშირად გქონდეს ესეთი მარყუჟის ტიპის სიმი, მაგრამ სიმის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის რა? ჩვეულებრივი აი გიტარის სიმის კი. უკრავს. ანუ მას თუ აღძარი გარკვეული რხევა, შევაშფოთე, ესე ვამბობ, ხო, შევაშფოთეთ, გამოვკარით თითი, მაშინ სიმზე მივიღებთ გარკვეულ ტიპის რხევებს, გარკვეული სიხშირის, გარკვეული ტონალობის. კოსმოსურ სიმზეც ხდება იგივე, მოხდება იგივე. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, როგორ შეიძლება მათი აღმოჩენა. მათი აღმოჩენა შეიძლება პირდაპირ აი ამ იმით, რა ქვია,
აი იმ ბგერით, იმ ხმით, მარტივად რო ვთქვა, ეს ხმა არ იქნება ჩვეულებრივი ხმა, იქნება ისეთი რომ, ну, ვთქვათ, გრავიტაციული, ანუ ესეთი სიმი ასხივებს იმის გამო რომ მასა ძალიან დიდი აქვს, ხო გითხარით? ყოველი მილიმეტრი უშველებელი მასა 10 ხარისხი 18 კილოგრამი. ასხივებს უბრალოდ ტალღებს კი არა, გრავიტაციულ ტალღებს ასხივებს. გრავიტაციული ტალღები არის სულ ახალი აღმოჩენილი, ანუ სინამდვილეში ნავარაუდები იყო, აი მეცნიერების კიდევ ერთი უდიდესი როგორ ვთქვა, ერთ-ერთი ტრიუმფი, მაგრამ მეცნიერების უდიდესი ძალა და ვთქვათ, არგუმენტი არის სწორედ ეს, რომ ჩვენ გვაქვს ის იარაღი, რაც არის აპრიორი. ეს არის უტყუარი კანონები, რაც ბუნება გვთავაზობს. ანუ ბუნების დიქტატურად რო ვთქვი, აი ეგ არის ზუსტად. ის კანონები, რაც გვაქვს, თუ აღმოვაჩინეთ ხადე, თუ ვიპოვნეთ ეს კანონები. და ნავარაუდები იყო აინშტაინის თეორიაში. კარგა ხნით ადრე. ნავარაუდები იყო, რომ გრავიტაციული ტალღები უნდა არსებობდნენ. და თანაც ძალიან საინტერესოა ჩვენი ბუნება, ანუ სამყარო. თან უცნაურად საინტერესოა. უბრალოდ ესე სპონტანურად არ იქცევა. ჩვენი სამყარო იქცევა რაღაც თანმიმდევრულად, რაღაცნაირად თავის რაღაც კანონზომიერებას მისდევს. შეიძლება ეს თქვათ, ამას სხვა შორის გარკვეული იდეების მისცა, სხვადასხვა სფეროს, ფილოსოფიას, რელიგიას, რატომ არის კანონზომიერება, რის გამო არის ღმერთის კანონზომიერება, თუ თქვათ რაღაც სხვა, მაგრამ ეს ფაქტია. კანონზომიერება არის ერთ-ერთი ასეთი კანონზომიერება არის, რომ ჩვენ რაც ვიცით, როგორი ტალღები ვიცოდით აქამდე, გრავიტაციულებამდე. ვიცოდით ელექტრომაგნიტური ტალღები. სინათლე ელექტრომაგნიტური ტალღაა. იქაც სინათლე შეიცავს, იმიტომ კი ელექტრომაგნიტური, რომ ის შეიცავს ელექტრულ და მაგნიტურ ველებს, რომელიც დროში წამში ძალიან სწრაფად ირხევიან, იცვლებიან. თქვათ, სინათლის შემთხვევაში, ჩვენი სინათლის შემთხვევაში, წამში დაახლოებით 10 ხარისხად 14 ჯერ ხდება ცვლილება ელექტრული და მაგნიტური ველების. ამას ქვია ელექტრომაგნიტური ტალღა. სინათლეს მაგალითად. ასევე რადიოტალღა გაიგიათ, ხო? როდესაც ტელერადიოკომუნიკაციის ან ტელევიზორს ვთავთ, ხელით მენუალი რაღაცას ვაკეთებთ და იქ სიხშირეებს უყურებთ ხოლმე, ხო? გიგაჰერცები ან მეგაჰერცები ასეულობით ან ათეულობით. მოკლედ, აღმოჩნდა რომ ასეთივე ტიპის ყოფაქცევა აქვს გრავიტაციულ ტალღებს. უნდა ქონოდა. ნუ ნავარაუდები იყო რომ ისინიც უნდა არსებობდნენ. და აღმოჩნდა გრავიტაციული ტალღები. აღმოაჩინეს და მოკლედ თუ ეს სიმი როგორც ეგეთი კოსმოსში არსებობს ძალიან დიდი ზომის გითხარით ათობით კილოპარსეკი 1 პარსეკი არის 3-ჯერ 10 ხარისხად 18 სანტიმეტრი და ანუ კილო კიდევ 1000 ჯერ მეტი და ათობით მაგდენი კიდევ ანუ ამ სიგრძის სიმი თუ არსებობს უშველებელი ზომის და თან თუ ირხევა მისი ბგერის დაფიქსირება ჩვენ შეგვიძლია პრინციპში პრინციპულად შეუძლებელი არ არის და აი ეს არის ხმა რომელიც ერთ-ერთი აი ამ ტიპის ხმა ბგერა იქნება იმ სიმის სიხშირე აბსოლუტურად გასაგები ოღონდ გრავიტაციულ სპექტრში ის გრავიტაციული ტალღა თუ ირხევა ამ სიხშირეთ 500 ჰერცი გარკვეული სიგრძე უნდა კონდეს სიმს რომ ეს სიხშირე კონდეს რხევის მაშინ აი ამ ტიპის ხმას გავიგებთ გრავიტაციული ტალღის დაჭერის შემთხვევაში LIGO ექსპერიმენტი ეს რაც მიხატია არის უნიკალური ექსპერიმენტი ხო დღეს მქონდა ერთ-ერთ ლექციაზე ამაზე მქონდა ლაპარაკი ეს არის უნიკალური ექსპერიმენტი როგორ აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღები აღმოაჩინეს ესე იგი ეს არის უშველებელი ძალიან დიდი ზომის მინდორში არის ეს ლაბორატორია ინტერფერომეტრი ქვია ეს არის ორი მუხლი დავარქვათ ხედავთ ერთმანეთს მართობულად და თუ გრავიტაციული ტალღები ერთ უცნაური თვისებაა გრავიტაციული ტალღებს თუ ისინი ვრცელდებიან აქ ვრცელდებიან უკვე ვიცით მაშინ თითოეულ ზომას აი ამ ზომას მაგალითად აი მაგიდის ზომას ან სახაზავს ეტალონსაც კი ცვლის იმ სიხშირით რა სიხშირისაც არის ის გრავიტაციული ტალღა თქვათ 1 ჰერცი წამში ერთხელ დამოკლდება ზომა და გაიზრდება ზომა და თუ ეს ესეა მაშინ ეს ორი სხვადასხვა მუხლი სხვადასხვანაირ ზომით შეიცვლება და თუ ეს ესეა მაშინ თუ იქ სინათლეს გავატარებ შეიძლება აღმოვაჩინოთ ეგეც ინტერფერენციული სურათი ქვია ამას მან დარწავალ დეტალებში მაგრამ იმის გამო რომ ზომა იცვლება ერთი მუხლის მეორესთან შედარებით შეიძლება ექსპერიმენტზე დააფიქსიროთ და ცალსახად თქვათ რომ გრავიტაციულმა ტალღამ ჩაიარა და ეს მოვლენა რამდენიმე წლის წინ აღინიშნა როგორც უდიდესი ტრიუმფი
გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა და აღმოჩნდა რომ ის რაც აღმოაჩინეს იყო რამდენიმე მილიარდი წლის წინანდელი შავი ხვრელის, ორი შავი ხვრელის ერთმანეთთან შერწყმის შედეგად შერწყმას ვეძახით, მაგრამ ეს არის დაჯახება ეს რაღაც. ეგეთი ეფექტი აქვს. აი ამ როგორც ახლა აქ თქვენ ბგერა გაიგეთ, იქ გრავიტაციული ტალღები წამოვიდა და არა ბგერითი ტალღები. ნუ აი ეს ტალღები დააფიქსირა. რატო ვლაპარაკობ ახლა ამაზე? წესით პრინციპში თუ ეს ნუ თქვათ მარყუჟები ირხევიან და უნდა ირხეოდნენ, იმიტომ რომ ამას სხვა რა უნდა ქნან, დორე მდგომარეობაში მარყუჟი ვერ იარსებს, იმიტომ რომ თუ ის კოსმოსშია, ნუ სიმი კოსმოსშია. კოსმოსში ყოველთვის არის არა, ესე იგი, არ არის მდორე სიტუაცია, იქ სადღაც მაგალითად რაღაც ასტეროიდი ჩაიფრენს, პლანეტა ჩაიფრენს, იქ რაღაც აფეთქება, თქვათ, სუპერნოვა აფეთქება მოხდება, ანუ რაღაც პერტურბაციები სუხდება, ამიტომ იძულებულია სიმი დაიწყოს თავისთვის თახთახი რაღაცნაირად. მაგრამ ნებისმიერ სიხშირეზე არა, დამოკიდებულია ეს სიხშირე, რომელზეც ის დაიწყებს ამ ხმაურს, ბგერების გამოცემას, მის ზომაზე. თქვათ 200 კილომეტრი ზომის, აი 200 კილომეტრი რო იყოს ზომის მარყუჟი სიგრძეში, რო გაშალოთ 200 კილომეტრიანი თუ არის, აი 500 ჰერცი იქნება მისი სიხშირე. მაგრამ მე გითხარით რომ სიმები შეიძლება იყოს მეტწილად, სავარაუდოდ უფრო დიდებია. და თუ უფრო დიდებია, მაშინ იქ გვექნება უფრო პატარა დაბალი სიხშირის რხევა და ესე იგი გვჭირდება უფრო მაღალი გარჩევადობის ტელესკოპი, ამ შემთხვევაში გრავიტაციული ტელესკოპი. აი LIGO არის გრავიტაციული ტელესკოპი. ოღონდ ის აგერ ამ სიხშირეს იჭერს, 500 ჰერცი შეუძლია დაიჭიროს. მაგრამ თქვათ 1 ჰერციანი მაგალითად, 1 ჰერციანის დაჭერა არ შეუძლია და ამაზე არის ძალიან საინტერესო პროექტი. ამ პროექტს ქვია LISA, უფრო LISA-თ გამოითქმება. ეს არის ტელესკოპთა სისტემა, რომელიც იგეგმება 2025 წელს და არის ძალიან საინტერესო პროექტი. უნდა 3 რამდენად ჩანს არ ვიცი, უნდა ესე იგი 3 ტელესკოპი 3 სხვადასხვა ორბიტაზე, დაახლოებით დედამიწიდან მზემდე რამანძილიც არის ეგეთ ორბიტაზე, განლაგდნენ, სამკუთხედი შეადგინონ და სამკუთხედი იმით არის კარგი, რომ ნუ 3 ადგილიდან უყურებ რასაც უყურებ სამყაროს რომელიმე უბანს, ამ შემთხვევაში გრავიტაციულ ტალღებს და ამიტომ გარჩევადობა ექნება კოლოსალურად მაღალი. მოკლედ იგეგმება ეს პროექტი და აგერ ხედავთ NASA-ში პროტოტიპი ტელესკოპების, აი ამ მოდულების აწყობა მიდის, რეალურად მუშაობა მიდის უკვე. ანუ ეს არ არის, ეს არის დაფინანსებული, მიდის მუშაობა და მოკლედ ჩვენ ძალიან საინტერესო ეტაპში შევდივართ, ანუ კაცობრიობა. ძალიან საინტერესო ეტაპში შევდივართ ჩვენ, როდესაც უბრალოდ სამყაროს გამოკვლევაზე არაა ლაპარაკი, მართლაც რაღაც ძალიან ესეთი რაღაც ახალ საფეხურზე ავდივართ, რომ შევიმეცნოთ, ვინ ვართ ჩვენ. პირდაპირ გაგებით, ანუ ვინ ვართ, რაც თავარი ვართ თუ არა ცივილიზაცია. ხო, მე მგონი მაინც ვართ. იმიტომ რომ აი ამ რაღაცებს ვიკვლევთ, ვაკეთებთ, ნუ ვცდილობთ. ნუ ხანდახან შეიძლება რაღაც შეცდომებიც მოგდის ამ კვლევაში და ეს ნაწილია. მაგრამ აი მეცნიერება არის ეს. მოკლედ, გავაგრძელოთ. სიმი, თურმე, აი კიდევ ერთხელ ამ სიმს ჩვენ ვეძახით ტოპოლოგიურ დეფექტს. ესე იგი, ფურცელი რომ დაჭმუჭნოთ და მე გაშალოთ, იქ რაღაც ხაზები მაინც დარჩება. აი რაღაც ეგეთი მაგდაგვარია დაახლოებით ეს დეფექტი ჩვენ სამყაროში, თუ ის არსებობს, ხო? და თუ ამ სიმს თქო თავის მოძრაობს რაღაც სიჩქარით, ხო? წარმოიქმნა დიდი აფეთქების დროს, აგრძელებს მოძრაობას, თავისთვის ევოლუცირებს, იქ ირხევა, იქ ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს და არა მარტო. და მოხდა თქვათ რომელიმე galaktikაში, ჩვენ galaktikაში მოხდა. როგორც წესი უნდა მოხდეს galaktikაში. უფრო მეტიც. ხშირად ითვლება რომ შეიძლება ზოგიერთი galaktikis წარმოქმნაში მან მიიღო მონაწილეობა. ანუ აუცილებელი იყო რომ სიმი არსებული იყო რომ galaktika წარმოქმნილიყო. მოკლედ თუ galaktikებს აქვს თავისი მაგნიტური ველი. აი როგორც დედამიწას აქვს თავისი მაგნიტური ველი. საკმაოდ დიდი, რომელიც გვიცავს სხვა შორის ჩვენ კოსმოსური სხივებისგან. ასევე მაგნიტური ველი აქვს საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი, თუმცა საკმაოდ პატარა, უფრო გაცილებით პატარა galaktikებს, მათ შორის ჩვენ galaktikas. და არსებობს ერთი ძალიან დიდი ფიგურა არსებობდა, უდიდესი ფიგურა არსებობდა, ერთ-ერთი დიდი, მაიკლ ფარადეი, რომელიც იყო არც მეტი არც ნაკლები წიგნების ამკინძავი კემბრიჯის ბიბლიოთეკაში. როდესაც მას მიუტანეს ერთ-ერთმა პროფესორმა მიუტანა კემბრიჯის დევისმა.
ძალიან ცნობილმა ელექტროქიმიის დამაარსებელმა. მიუტანა თავისი წიგნი, რომ აიკინზა და გაადამიანურებინა, დაინტერესდა, ჩვევა ქონდა, კითხულობდა, რაც მიქონდათ, მე იმას კითხულობდა ხოლმე. დაინტერესდა და დაიწყო კვლევა, ჩაერთო და ბოლოს დაიკავა მისი კათედრა სხვათა შორის. ხო და მაიკლ ფარადეიმ, ხო, ბარემ ვიტყვი, აქ არის ხოლმე ესე, ხო? ალბათ თქვენს გაიგიათ, რომ ისა ვიღაცებმა ბაზარი გამოიკვლიეს და ნახეს განათლებაში საჭიროა, რა არის საჭირო და რა არ არის საჭირო. მე არ ვიცი, მაიკლ ფარადეის კვლევა ბაზარს რომ გამოიკვლია, რა შედეგს მივიღებდით დღეს? დღეს ალბათ ელექტროენერგია არ გვექნებოდა. მაიკლ ფარადეიმ აღმოაჩინა უმნიშვნელოვანესი კანონი ელექტროდინამიკის. მან აღმოაჩინა, როგორ მივიღოთ დენი ცვლადი მაგნიტური ველისგან. მოკლედ, აი თქვენ რომ ჩაატაროთ სახში ეს ექსპერიმენტი. რო აიღოთ ჩვეულებრივი სოლენოიდი, მავთული და მასში შეიტანოთ ან გამოიტანოთ მაგნიტი. ჩვეულებრივი მაგნიტი. მიაერთოთ რომელიმე სენსორს, დენის ტესტერს, ამპერმეტრს ან ვოლტმეტრს. ნახავთ რომ შეტანის ან გამოტანის პროცესში თქვენ შეამჩნევთ ცვლილებას ჩვენების. ანუ დენი აღიძვრება. ეს აღმოაჩინა მაიკლ ფარადეიმ. და ის სიმი, რომელიც ახლა მე ვლაპარაკობდი, სიმი თუ მოქცეულია მაგნიტურ ველში, რომელიც აუცილებლად გააჩნია galaktikas და სიმი როგორც წესი აღმოჩნდა რომ თურმე შეიძლება იყოს ზეგამტარი, კლასიკური ზეგამტარი. ზეგამტარი არის მავთული, რომლის წინააღობა არის ზუსტად 0. მაშინ ჯერ ერთი ამ პრინციპიდან გამომდინარე, ამას ქვია, ესე იგი, ფარადეის კანონი, ამ ფარადეის, ესე იგი, ეს მარყუჟი მოძრაობს მაგნიტურ ველში, მაშინ მაგნიტურ ველი იცვლება და მაშინ აღიძვრება დენი. და თუ დენი ერთხელ აღიძვრა, მთელი მუღამი ზეგამტარის ისე იმაშია, რომ ზეგამტარი მას წინააღობა არ გააჩნია, ის არ ჩაქრება არასდროს. ანუ დენი სულ იქნება. და დენი გამოდის კოლოსალურად დიდი. ტიპიური დენები, რომელსაც აი აქაც რომ გაედინება დენი ახლა ამ ლეპტოპში ან რა ვიცი, სადმე სადენებში, ნუ შეიძლება იყოს ნუ 1/1000 ამპერიც კი არ არის. 100-დი ამპერებია, 1000-დი ამპერებია როგორც წესი. ლეპტოპში დაახლოებით ეგრე. შეიძლება ნაკლებიც. ანუ 1 ამპერამდე არც კი მისული. დაკნახეთ, აი ამ ზეგამტარ სიმში დენი იქნება 10 ხარისხად 20 ამპერი. ანუ 1-ს რომ 20 0 მიუწეროთ ამდენი ამპერი დენი. კოლოსალური დენია. რაც, ნუ, ესე იგი, დედამიწის მაგნიტურ ველთან შედარებით არის, ნაგერ, 10 ხარისხად 12 ჯერ უფრო დიდი, ანუ ტრილიონჯერ უფრო დიდი. და დედამიწის მაგნიტური ველი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველია. ის რომ არ იყო ჩვენ ის ვერ დაგვიცავდა კოსმოსური სხივებისგან სხვა შორის. ასე რომ დედამიწის მაგნიტური ველი არ არის პატარა მაგნიტური. ჩვენ უბრალოდ ვერ ვგრძნობთ, იმიტომ რომ ევოლუციურად შევეჩვიეთ ამ ველს. ოკეი? ხო. კარგით. მაგრამ ეს მარყუჟი, ეს უცნაურობაა ცოტა ერთი მხრივ. ამ მარყუჟს პრინციპში იმის გამო რომ გააჩნია დიდი მასა, ძალიან დიდი მასა გააჩნია. თავის თავს მიიზიდავს და დაჭმუჭნა უნდა. უნდა რომ დაიჭმუჭნოს. და ბოლოს გაქრეს პრინციპში რა. ნულოვან ძალიან პატარა ზომაში მივიდეს. მაგრამ აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამე, თუ მასში დენი გადის და დენი უნდა გადიოდეს ძალიან დიდი, იმიტომ რომ galaktika მას აიძულებს რომ დენი კონდეს. galaktikuri მაგნიტური ველი. მაშინ არის ძალიან საინტერესო რამე. ორი ერთნაირად მიმართული მავთულები, აი ხა ფარადეი ვახსენე და ფარადეი სწორედ ამ ექსპერიმენტებით დაინტერესდა, როცა წიგნს კითხულობდა დევისის, ნახა რომ ორი დენიანი მავთული ერთმანეთს ან მიეზიდავს ან განიზიდავს თურმე. თუ ერთ მხარეს არიან, თუ თქვათ იყურებიან დენების სხვადასხვა მხარეს, თურმე. ან თქვათ ერთ მავთულში დენი გადის მარჯვნივ, მეორეში მარცხნივ, ეს მავთულები ერთმანეთთან ახლო რომ მიიტანოთ, ერთმანეთს განიზიდავენ თურმე. აგერ მარყურს უყურეთ. ამ მარყურში, ზედა ნახევარს უყურეთ. იქ დენი გადის, თქვათ, ჩვენკენ მოდის, ქვედა ნაწილში ჩვენგან მიდის. ესე იგი, ეს ყოველი დიამეტრულად საწინააღმდეგო წერტილები ერთმანეთს უნდა განიზიდავდნენ და დენი ვინაიდან ძალიან დიდია, განიზიდავს ძალიან ძლიერად. ანუ ეს სიმი არის უბრალოდ დაჭიმული, არანაირი დაჭმუჭნა მისი არ მოხდება, ამიტომ სიმი რეალური ობიექტი შეიძლება იყოს კოსმოსში ძალიან მდგრადი. და შეიძლება ვხედავდეთ, ნუ პრინციპში გეტყვით ამაზეც, როგორ შეიძლება ვხედავდეთ. მოკლედ. კიდევ ერთი რამე. გარდა გრავიტაციული ტალღებისა, ან თქვენ რომ მუხტი გაუშვათ, ჩვეულებრივ აი სადენებში გაედინება მუხტები, მათ ქვიათ ელექტრონები, უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები არიან. თქვენ რომ მუხტი გაუშვათ მაგნიტურ ველში, მუხტი დაიწყებს ტრიალს ან წრეზე, ან თუ ოდნავ კუთხე აქვს სპირალზე წავა. ეს სხვა შორის არის ის, რის გამოც ჩვენ რატომაც ჩვენ
ვარსებობთ, იმიტომ რომ კოსმოსიდან მზიდან ძირითადში მოდის დამუხტული ნაწილაკები მოდიან ძალიან ძლიერი ენერგიით, მაღალი ენერგიით და ჩვენ რომ მაგნიტური ველი გვაქვს ძალიან ძლიერი, ამიტომ ეს ნაწილაკები ჩაიჭირებიან და ჩვენამდე აღარ მოდიან, ტრიალებენ ამ მაგნიტურ ველში. ანუ დედამიწა გვიცავს, დედამიწას აქვს მაგნიტური ფარი, ეგრევე ქვია, მაგნიტური ფარი ქვია ამას. ხო და მეორე მხრივ, თქვენ რომ ადგეთ ესეთი ნაწილაკი გაუშვათ მაგნიტურ ველში, დაიწყებს ტრიალს. და ცნობილია რომ თუ ტრიალებს რომელიმე მუხტი, ერთი თუნდაც, ის ასხივებს. ჩრდილოეთის ციალი დაახლოებით მაგ სცენიდან არის. ჩრდილოეთის ციალი არის დამუხტული ნაწილაკები, ელექტრონები, იყრებიან დაუშვათ ჩრდილოეთ პოლუსზე, აი ამ სპირალური მოძრაობის გამო, სადღაც გროვდებიან ძალიან და მე იქ ურთიერთქმედებიან იქ ადგილობრივ ატმოსფეროს ნაწილაკებთან და უკვე ასხივებს აისე როგორც ასხივებს. ხო და რა უშლის ხელს ასეთ პროცესის დროს, ანუ ერთი ნაწილაკი ასხივებს, ხო? და თუ ერთი ნაწილაკი ასხივებს, მაშინ მთელი, ესე იგი, დენიანი სიმი, მარყუჟი, დენი აქვს მას. მოძრაობს კოსმოსში და კოსმოსი არ არის ნეიტრალური უბანი. კოსმოსი შეიძლება იყოს რაღაც უამრავი ჩვენთან სიახლოვეშიც კი ზემო დედამიწას, აი ზემო იონოსფეროში. არის პლაზმა. პლაზმა ეს არის იონები, დადაფეთე დამუხტული ნაწილაკები და უარყოფითი დამუხტული ნაწილაკები. პლაზმაში როგორც კი აღმოჩნდება ასეთი სიმი, ის იმ ნაწილაკებს, პლაზმის ნაწილაკებს დააწყებინებს მაგნიტურ ველში მოძრაობას, თავის მაგნიტურ ველში, ძლიერ მაგნიტურ ველში, სიმის მაგნიტურ ველში. და დაიწყებენ გამოსხივებას და ერთი ნაწილაკი ხო არ არის. მაგალითად კოსმოსში მინიმუმ, ანუ 1 კუბურ სანტიმეტრში 1 პროტონია ხოლმე და შეიძლება მეტიც იყოს. ამიტომ დაიწყებენ ძალიან დიდი ენერგიით გამოსხივებას ელექტრომაგნიტური ტალღების. შეიძლება ეს ელექტრომაგნიტური ტალღები იყოს ხილულ სპექტრში, ოპტიკურში, დავინახოთ თვალით. შეიძლება იყოს რადიოში, რაც უფრო მოსალოდნელია სხვა შორის და შეიძლება იყოს ზემაღალ ენერგიებში, რომელიც ნუ არაფრით არ ჩანს, გამოსხივება ქვია მაგას. ხო. ამავე კიდევ რა შეიძლება? როგორ შეიძლება ასე ვთქვათ, სიმმა თავისთავად გვანახოს. მე ხლა იმაზე ვლაპარაკობ, თუ ეს ობიექტები არსებობენ, მაშინ როგორ შეიძლება მათი დაჭერა, მათი აღმოჩენა? დიდად სავარაუდოა, რომ სტატიკურად არ იქნება სიმი სამყაროში არ იმოძრაებს. ალბათ ის იტრიალებს კიდევაც, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ჩვენს გარშემო სადაც არ გავიხედავთ კოსმოსურ მასშტაბებზე, ყველაფერი ტრიალებს. დედამიწა ტრიალებს, თავის ღერის გარშემო და მზის გარშემო, მზეც ტრიალებს, კოსმოსი, ესე იგი, შავი ხვრელის, რომელიც ჩვენი galaktikis ცენტრშია, იმის გარშემო და მთელი galaktika ტრიალებს. მოკლედ, ტრიალი რაღაც ერთგვარი აუცილებელი იმპერატივია. ყველაფერი. ხო? ამიტომ დიდად სავარაუდოდ ეს სიმიც იტრიალებს. თავისი სიბრტყეში რო გაატაროთ ღერზე იმის გარშემო. და თუ ეს ესია, მაშინ დაიწყებს გამოსხივებას. გამოსხივება კიდე ნიშნავს იმას, რომ ბრუნვა ნელ-ნელა უნდა დაიწყოს ბრუნვა მშენელება. და ამისი დაფიქსირება შეიძლება, თუ ვთქვათ, ესეთი უშველებელი, ასეთი ლამაზი ფორმის მარყუჟი, ანუ წარმოვიდგინეთ კოსმოსში ხართ და ხედავთ რაღაც წრიული ფორმის მარყუჟს, რომლის ზომები არის კოლოსალურად დიდი, ათობით 1000, ან მინიმუმ ათობით კილოპარსეკი. ხო, მინიმუმ. ხო, უცნაურია ძალიან. და ბრუნვა ნელდება. ხო. ეხლა ნახეთ, თუ ბრუნავი მუხტები გამოასხივებენ, ეს რა არის? თუ რაღაც მუხტი ბრუნავს, ამ წუთში ვთქვი, გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს. მაგრამ სინამდვილეში გრავიტაციულ, ანუ მასას ასევე ვეძახით ჩვენ გრავიტაციულ მუხტს. ნახეთ ფორმულები როგორი ერთნაირია. ორ მუხტს შორის ურთიერთქმედება ზემოთ, კულონის კანონი ქვია ამას. როგორი ძალით არის, როგორი ძალით ერმანძილზე მყოფი ორი მუხტი ერთმანეთს როგორი ძალით ურთიერთქმედებს, მიიზიდავს ან განიზიდავს. და ქვემოთ წერია 2m1 და m2 მასის სხეული ერთმანეთთან როგორ ურთიერთქმედებაშია გრავიტაციული ძალა. ეს არის მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც აღმოაჩინა ნიუტონმა. ხო, აი ეს ერთ-ერთი იმ კლასიდან არის, მე რასაც ვამბობ ხოლმე, რომ ყველამ უნდა იცოდეს, ანუ განურჩევლად იმისგან რა სპეციალობას მიყვებით. ეს ფორმულა უნდა იცოდეთ. და მნიშვნელობა არ აქვს შინაარს, ბოლომდე შინაარს, მაგრამ თავარი შინაარს უნდა იცოდეთ, ეს არის ძალა, ის რაღაც კონსტანტი g, m1, m2 და გაყოფილი r კვადრატზე. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც დაიწყო ნიუტონმა, გალილეომ და ნიუტონმა. ხო, და ძალიან გვარან ერთმანეთს. და თუ ძალიან გვენ აქაც კი გებადებათ აზრი რომ ისე ხო არ არის რომ მაშინ მასაც თუ ბრუნავს ისიც ასხივებს და არის მასა თუ ბრუნავს მართლა ასხივებს გრავიტაციულ ტალღებს და ანუ მასა გრავიტაციული მუხტია ამ შინაარსით ძალიან გავსმით კი ეს ფორმულები ერთმანეთს
ხო და თუ ეს ესია, მაშინ გამოდის რომ კი ძალიან ესე იგი ამ ბრუნის შედეგით შეგვიძლია დავინახოთ ცაზე, იმიტომ რომ აგერ ახლა ცოტა ხნის წინ გითხარით რომ ჩვენ თვალწინ იბადება ახალი ასტრონომია, გრავიტაციული ასტრონომია. აქამდე იყო ყველაზე პირველი იყო ოპტიკური ასტრონომია. ჯერ იყო თვალის ოპტიკური. პირდაპირ იხედებოდა ხალხი, თქვათ, ომარ ხაიამი, რომელიც თავის რობაებს წერდა, ბევრს გონია რომ ის პოეტი იყო, ის ასტრონომი იყო სინამდვილეში. ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი მისი დაარსებულია. ის თვალით მაშინ ტელესკოპი არ იყო. ომარ ხაიამი თუ თვალით უყურებდა, მისთვის ტელესკოპი თვალი იყო. დღეს აგერ და შემდეგ გალილეომ უკვე ტელესკოპი შექმნა და უკვე ოპტიკური დღეს დაიბადა ახალი ასტრონომია, გრავიტაციული ასტრონომია. მოკლედ, და ის გითხარით ის ლიზას ტელესკოპის სამეული, რომელიც 35 წელს გაეშვება სავარაუდოდ NASA-ს მიერ. და ამის აღმოჩენა შეგვიძლია. ხო და ანუ აი თქვა იგივე რაც გითხარით, იგივე ზომის სიმიროა იყოთ ის გამოასხივებს გრავიტაციულ ტალღებს, რომელიც თქვა ენერგია არის, რაც დედამიწა მოიხმარს 1 საათში. 1 წამში გამოსხივებული მის მიერ არის 1 საათში რომ მოიხმარს მთელი კაცობრიობა დედამიწაზე, ხო? ეს კოლოსალური ენერგიის წყარო არის ამ დროს ეგეთი ობიექტები. კაი, მე ხა ჯერ კითხვა მაშინ. რას საერთო აქვს აი ამ კოსმოსურ სიმს და მძივს? ქალბატონების მძივს, რას ფიქრობთ? იდეები რა გაქვთ? რა შეიძლება იყოს? რა საერთო შეიძლება კონდეს? როგორ? ვერ გავიგე. არა, შეკრული არა. აი ზუსტად რომ მძივს ვგულისხმობ. ხო, აღმოჩნდა რომ კოსმოსურ სიმებმა შეიძლება სიმი იყოს დამძივული ძალიან ეგზოტიკური ობიექტებით, რომელიც ასევე არ არის აღმოჩენილი, მაგრამ არავის ეჭვი არ ეპარებოდა, ისინი არსებობენ, დიდად სავარაუდოდ. ესენი არიან მონოპოლები, ანუ მაგნიტური მუხტები. მაგნიტური მუხტები არ არის აღმოჩენილი. მაგრამ არ არის წინააღმდეგება მათი არსებობა. ანუ არსებობს ელექტრული მუხტები, არსებობს ესე როგორ გითხრათ, როგორ აგიხსნათ. თქვენ რომ ანუ ელექტრობა და მაგნეტიზმი აი ეს ფარადეი ვახსენე, მაქსველი იყო ასევე უშველებელი ფიგურა, ვინც დააგვირგვინა ელექტრომაგნეტიზმი და იმის წყალობით გვაქვს ეს ყველაფერი, რაც გვაქვს გარშემო. აი ყველაფერი. ეს არის ელექტრომაგნეტიზმი მაქსველის. და ის თეორია, მაქსველის თეორიაში, ელექტრული და მაგნიტური ველები არის აბსოლუტურად ერთნაირი ტიპები არიან. ანუ სიმეტრიულები არიან. არაფრით არ გასხვავდებიან ერთმანეთისგან. აი არაფრით, აბსოლუტურად არაფრით. სრული სიმეტრიაა მათ შორის. მაშინ ნახეთ, ძალწირებიც კი, მაგნიტური ძალწირები, აი მაგნიტური, ქვემოთ ხატია მაგნიტური, ზემოთ ხატია ორი მუხტის ძალწირი. ძალიან გავს ერთმანეთს. მაგნიტური მუხტი რომ არსებობდეს, რომ აიღოთ პირობითად მინუს და პლუს მუხტი, ამას ვეძახით ჩრდილო სამხრეთი, ხო? იქაც ძალწირები იქნება მსგავსი ზუსტად. ეს იმას ნიშნავს, რომ სრული მსგავსებაა მათ შორის, ამ ველებს შორის, ელექტრულ და მაგნიტურ შორის. შესაბამისად, ვარაუდი, რომ უნდა არსებობდნენ მაგნიტური მოლაპარაკებები არის ძალიან დიდი. ძალიან მაღალი ვარაუდია. უბრალოდ ვერ აღმოვაჩინეთ. სხვა შორის არის ერთი ძალიან დიდი, ძალიან კარგი ფიზიკოსი, ექსპერიმენტატორი, ვინც აღმოაჩინა ექსპერიმენტი ვეღარ გამეორდა. მოკლედ, ესე იგი, მარტივი ექსპერიმენტი, ანუ მარტივი, თითებზე მარტივია. წლობით მუშაობდა. თუ მონოპოლი არსებობს, ანუ ერთი განხოლოებული მაგნიტური მუხტი და ის თუ ჩოლური მავთულის მარყუსში გაატარეთ, მავთულში აღიძვრება დენი. ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოაჩინა, დენმა გაიარა, ზუსტად ისეთი პარამეტრები მიიღო, რაც უნდა გაეკეთებინა მონოპოლს. უბრალოდ ვეღარ გამეორდა ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი ვერ გამეორდა სავარაუდოდ იმიტომ, რომ ან მონოპოლების რაოდენობა მთელ სამყაროში ძალიან ცოტაა და მას გაუმართლა. ან კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ვარიანტია, რომ შეცდომა იყო ექსპერიმენტის, მაგრამ დღემდე მოწმდება და იყო ზედმიწევნით კარგი ექსპერიმენტი იყო, აი ძალიან კარგი ექსპერიმენტი. მოკლედ, ეს ვთქვათ ფაქტია. დღემდე მიდის კვლევა ამაზე, მონოპოლების ძიებაზე და არაფერი მათ არსებობას არ გამორიცხავს, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, რატომ? მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ორი მთავარი მიზეზი. ერთი მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან მძიმეები არიან ისინი. თუ ისინი არსებობენ, უნდა იყვნენ ძალიან მძიმენი. აი თქვათ 10,000 ტრილიონჯერ მძიმე წყალბადის ატომზე. ანუ ფაქტიურად პროტონის მასაზე. წყალბადის ატომი პროტონის მასაა ძირითადში. აი ეს დაახლოებით ესე რომ წარმოიდგინოთ, მეტალში მაგალითად, მეტალი, ან რამე სხვა.
მეტალში ელექტრონები დახტიან თავისთვის თავისუფლად ნდენს ატარებს და იმიტომ თავისუფლად ელექტრონები გვაქვს. და იონები, რომლებიც ძალიან მძიმეები არიან, რამდენიმე 10,000-ჯერ მძიმეები არიან ელექტრონებზე ადგილზე არიან. რატო არიან ადგილზე? იმიტომ რომ მათი მასა ძალიან დიდია. და თუ მათი მასა სულ რაღაც რამდენიმე, პროტონზე რამდენიმე 10,000-ჯერ მძიმეები არიან ისინი და ეს მონოპოლი არის, ნახეთ როგორი მძიმე. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის რომ ვერ აღმოგვიჩენია. აღმოჩენა ხო რაც ნიშნავს? რაღაცა ნაწილაკი თუ მინდა აღმოვაჩინო, მე უნდა რაღაც შეუცვალო მას, თავის დავარტყა, ამოძრავდეს და დავინახო რომ ამოძრავდა. ხო და აგერ აი როგორი მძიმეა. ამოძრავება ეგეთი ადვილი არ არის. ამიტომ არაფერი არ ეწინააღმდება მათ არსებობას, სავარაუდოდ არსებობს. უბრალოდ შეიძლება ძალიან ცოტაა სამყაროში. და თუ არსებობს მაშინ ძალიან საინტერესო რაღაცები შეიძლება მოხდეს და ესე იგი ერთსამით და ამიტომ ეს მძივები თუ მასზე არის ჩამძივული თუ არის ეს მონოპოლები იმაზე, რა ქვია, სიმზე, მაშინ ეს სიმი შეიძლება კიდევ დამატებითი გამოსხივების წყარო გახდეს. ან უფრო მეტი გამოსხივება ქონდეს დავინახავ. ხო, მაგრამ ესე ვამბობ დავინახავ, ეს არ არის ტრივიალური, დღემდე არ აღმოგვიჩენია. ამიტომ და მიზეზი შეიძლება იყოს რომ უბრალოდ გალაქტიკა შეიძლება იყოს ერთი ცალი ეგეთი სიმი, დამძივული თავის მონოპოლებით. ოკეი? კიდევ რა შეიძლება იყოს სხვა შორის არაპირდაპირი მინიშნებაც რომ ისინი არსებობენ. აი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს ეგეთი ნაწილაკი იაპონურმა ჯგუფმა ამატერასუ. ამატერასუ არის მზის ქალღმერთის სახელი. და ნაწილაკი და იქამდე აღმოაჩინეს 90-იან წლებში აღმოაჩინეს ერთი ნაწილაკი, რომლის ენერგია იყო იმდენად დიდი, რომ დაარქვეს ოღმერთო ჩემო ნაწილაკი. ვერაფრით ვერ აიხსნა ამ ნაწილაკის oh my god particle ესე ქვია. ვერაფრით ვერ აიხსნა ამ ნაწილაკის წარმომავლობა, რამ ააჩქარა, რა მისცა ის ენერგია. ენერგია ქონდა იმდენად დიდი, აგერ CERN-ის ენერგიას აღემატება 100 მილიონჯერ. ამატერასუ და ის ოღმერთო ჩემო ერთად არიან, ოღმერთო ჩემო უბრალოდ ის არის ჩემპიონია. ოდნავ ნაკლები ენერგია აქვს ამატერასუ ნაწილაკს. და რატო ვთქვი ახლა ეს? ამატერასუ რაც აღმოაჩინეს, თქვეს რომ იქიდან არაფერი, იმ ადგილზე არაფერი არ არის. არც შავი ხვრელია, რომ ამაჩქარებელი იყოს ვიღაც შავი ხვრელი აჩქარებს ნაწილაკებს, რაღაც ეგეთი. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს სიმიდან ერთ-ერთი ასეთი მაღალ ენერგეტიკული ნაწილაკის რამდენიმე ეგეთი ნაპოვნი. წყარო იყოს სწორედ კოსმოსური სიმი. რატომ? კოსმოსურ სიმს აი ამ რხევის პროცესში, წარმოიდგინეთ ეს ტალღები მიდის და შეიძლება ისე მოხდეს რომ ერთმა ტალღამ იქიდან წამოსულმა, აქედან წამოსულ ტალღასთან შეადგინოს წვერი. წვერთან ხდება ძალიან დიდი ენერგიის ლოკალიზაცია. რატომ? იმიტომ რომ წვერთან ხდება ელექტრული და მაგნიტური ველები ძალიან დიდი. და თუ ელექტრული ველები ძალიან დიდია, თუნდაც ნაწილაკი, დამუხტული ნაწილაკი ამ ველში აჩქარდება. და აჩქარდება ძალიან მაღალ ენერგიებამდე. ამას ქვია CASP, აი იმას რა ქვია. აი წვეტიან უბანს, ხო? ამიტომ სიმებმა შეიძლება ენერგიები მოქცეს კოსმოსური სხივების ფიზიკაში, რომელიც შეისწავლის კოსმოსიდან წამოსულ ნაწილაკების ენერგიებს. ერთ-ერთი ეს ღია საკითხია, ამოუხსნელი საკითხია, როგორი ენერგია ვინ აჩქარებს და რატო არის ამხელ ენერგიები ამ ნაწილაკების, რატო აქვს ამხელ ენერგიები? აგერ ორი გითხარით ამ წუთში, ამატერასუ და ის OMG, oh my god. აუხსნელია და ამიტომ შეიძლება ეს კოსმოსური სხივების ერთ-ერთი მინიმუმ ერთი ფრაქცია ნაწილაკების დაფინანსებული არის სწორედ სიმების, კოსმოსური სიმების მიერ, რომელიც თვალით ვერ ხედავთ, მაგრამ არაპირდაპირ გვაჩვენებს თავის თავს ნაწილაკებით. არ ვიცი, ეს როგორც ერთ-ერთი ძალიან ესეთი თავისუფალი ვერსია. ხო, კიდევ როგორ შეიძლება სიმის აღმოჩენა და ეს კიდევ უფრო ადვილად შეიძლება ამის აღმოჩენა. საშუალოდ კარგი ტელესკოპებით. ვინაიდან სიმს მე გითხარით რომ აქვს ძალიან დიდი, ეს არის ერთგანზომილებიანი სიმი, ოღონდ ძალიან შემჭიროებული, თითქმის შავი ხვრელივით იქცევა. და თუ ეს ესია, მაშინ ძალიან დიდი ეფექტი უნდა კონდეს სამყაროს გამრუდებას სიახლოვეში. ჩვენ რომ ჩაგვიაროს აქ, აი როგორც აქ ჩანს, რომ ჩაგვიაროს სიმმა და ჩვენ ვუყურებთ სამყაროს, ხო? სამყაროს ჩანამჩაივლის და რო ჩაივლის იმის მერე უნდა ჩანდეს სხვადასხვანაირი ის სამყაროს შორეული უბანი. ამისი დაფიქსირება შეიძლება როგორც ამას ქვია კოსმოსური, გრავიტაციული ლინზირება. ლინზირება აღმოჩენილია, სხვა შორის ლინზირება იყო ერთ-ერთი არგუმენტი მთავარი, რაც იყო კითხვის ნიშანი, ეს იყო ნავარაუდები აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში.
და იყო როგორც ვარიანტი, თუ ფარდობითი თეორია სწორია, მაშინ ლინზირება უნდა არსებობდეს. სხვა შორის აინშტაინმა არ მიიღო ფარდობითობაში ნობელი. მან მიიღო სხვა რამეში ნობელი. და იმიტომ რომ ჯერ არ იყო დასაბუთებული ექსპერიმენტულად. აგერ და შემდეგ ჰაბლის ტელესკოპმა აღმოაჩინა ლინზირება, მოკლედ ასე უნდა გამოიყურებოდეს. აი ამ სახით უნდა, სამყარო გამრუდდა ნიშნავს იმას, რომ სინათლე გამრუდებულ სამყაროში მოძრაობს თვითონაც გამრუდებულ ტრაექტორიაზე. ამიტომ შენ რო გონია რომ სინათლე რომ შენთან უნდა მოვიდეს, თქვა აქ სიმია, უნდა აქცდეს სინათლე, კი არ აქცდება, არამედ მოვა შენს თვალში, ტელესკოპში. ამიტომ შენ გონია შენ თვალში რომ მოვიდა, გონია რომ მოვიდა იქიდან სინათლე. ანუ ლინზირების ეფექტია. ხო და აი ამ სიმს აქვს ძალიან ესეთი ეს უცნაური თვისება აქვს. შეიძლება მისი აღმოჩენა ლინზირებით, ამაზე რამდენიმე პროექტი არის და მუშაობს, რამდენიმე ჯგუფი და შეაძლებელი არის რომ ჩვენ უახლოეს მომავალში ვიხილოთ კიდევაც, დასაბუთებული, დადასტურებული ესეთი ფაქტი. აი ეს არის პირველი ფაქტი, რომელიც ჯერჯერობით ფაქტი, რომელიც გვეუბნება რომ ლინზირების ეფექტი არის დაჭერილი, თითქოს ყველა პარამეტრით გავს სიმს. უბრალოდ ბოლომდე დადასტურებული არ არის. პირველი ჯერჯერობით უკანასკნელი. ამიტომ ღია არის ეს საკითხი, კიდევ ღია ეს საკითხი და მიდის სხვა ჯგუფის მიერ. თანაც ოპტიკურ ტელესკოპზეა ლაპარაკი, ანუ არ არის ლაპარაკი რაღაც განსაკუთრებულზე. ხო? ხო. ეს მარკუჟია. მარკუჟია და მის გარშემო უნდა გამოჩნდეს რაღაცნაირად, რაღაც გამრუდებულად, ეს უკანა სურათი არის ეგ ზუსტად. ხო. მარკუჟია როგორც წესი სიმი ერთგაზომილებიანი პირდაპირ ბოლოებით ვერ იქნება, მალე შეიკრება. დიახ. კი, იცვლება, მის სიახლოვეში იცვლება მაგნიტური ველი, ელექტრული ველი, კი. დიახ. მოდი ესე ვთქვათ, პერტურბაცია არის და სულ ირხევა. მაგრამ თან იმის გამო რომ დენი გადის ძალიან დიდი, ის არის მდგრადი მაინც. თუმცა მასზე ტალღები ვრცელდება. პატარა თუ დიდი გააჩნია როგორი ზომისაა. შეიძლება 1 ჰერცი იყოს მასზე სიხშირე, შეიძლება 500 ჰერცი იყოს და შეიძლება კიდევ უფრო მეტი ან კიდევ უფრო ნაკლები. გააჩნია ზომას. ხო. მოკლედ. ასევე აღმოჩნდა რომ თუ სიმები არსებობენ, ძალიან რეალისტურია რომ სიმები ჩაიჭიროს შავხრელმა და გაეჭხირონ მასში, პირდაპირ ასე ლურსმებივით. ჩაიჭხირონ მასში. ზედა არის აბსოლუტურად თეორიული, ცხადია, სურათი, ნაწილასთან ნავარაუდები და ქვედა არის ძალიან ცნობილი galaktika. რაც ხედავთ, აი ეს უბანი, აი ეს ცენტრალური უბანი, ეს არის galaktikis ცენტრი, აქ არის შავი ხვრელი. ამას ქვია, ამ galaktikas ქვია M87. ეს არის შავი ხვრელი, რომლის მასა არის რამდენი მილიარდი მზის მასის ტოლი, შავი ხვრელის. და ამოიტყორცნება დიდი სიჩქარე, დიდი ენერგიით, მოდი ესე ვთქვათ, თითქმის ინაც სიჩქარით ამოიტყორცნება მატერია, აი ამ ცენტრალური რაღაც უბნიდან. ხო? ამას ქვია ჯეტები, ესე ვეძახით. და ხო და ამ ჯეტში შეიძლება იყოს ჩამალული სიმი. სიმს ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ჯეტია იქ. და ამიტომ ერთ-ერთი მიზეზით შეიძლება ჩაითვალოს, ერთ-ერთ მიზეზად აღმოუჩენლობა, რომ შავი ხვრელები რახან არსებობენ და მინიმუმ ყველა galaktikis ცენტრში შავი ხვრელი არის. თუ იმ galaktikაში არის სიმი, გასაგებია რომ სიმსა და galaktikas შორის იქნება ურთიერთქმედება და მასიური არის galaktikis ცენტრი, მიიზიდავს, ჩაიჭერს და შესაძლოა დამალოს თავის ჯეტში, თუ ის გააჩნია. ხო, თუ არ გააჩნია, სხვა საკითხია, მაშინ გამოჩნდება როგორც სიმი და სხვათა შორის როგორც სიმი გამოჩნდება და სიმის გარშემო სიმი შეიძლება მოგვეჩვენოს როგორც კლასიკური ჯეტი. ანუ ამოწყორცლილი მატერია. მარტივი არ არის განსხვავება. არ არის გამორიცხული რომ შეიძლება შეგვეშალოს კიდევაც ხედავთ სიმს, მაგრამ გონია ჯეტი. ანუ სტანდარტული შავი ხვრელის სიახლოვიდან ამოწყორცლილი მატერია. ხო. ასევე ძალიან საინტერესო ეგზოტიკური იდეაა რომ ჩვენი მზე შეიძლება შეიცავს სიმს. ანუ იგივე ლოგიკით, მზე მართალია შავი ხვრელი არ არის, მაგრამ მზეს გააჩნია გრავიტაცია, საკმაოდ დიდი. ამიტომ შეიძლება შიგნით ჩავარდა იმ თავის ევოლუციის ეტაპზე მზე როცა ევოლუცირებდა, როცა წარმოიქმნა 5 მილიარდი წლის წინ, შიგნით ჩავარდა სიმი და იქიდან აღარ გამოვარდება, იმიტომ რომ გამოვარდეს საჭირო ენერგია ქონდეს მაღალი. ამიტომ ის პოტენციური მინიმუმშია. თუ ოდესღაც ჩავარდა, დარჩება შიგნით. და თუ ესია, მაშინ
საინტერესოა რომ ესე იგი ვარსკვლავი ჩვენი ვარსკვლავი უშუალო სიახლოვის მზე არის წყარო კოსმოსური სხივების, ანუ მაღალი ენერგიის ნაწილაკების. შეიძლება ეს იყოს სიმის მიერ შექმნილი ნაწილაკები და სიმის მიერ აჩქარებული ნაწილაკები, რომლებსაც ჩვენ ხედავთ და ანუ გონია რომ ზიდან მოდის არა და ანუ შეიძლება შიგთავსი შიგნით არის ეს ზუსტად. ეხლა ყველაზე ეგზოტიკა. დროში მოგზაურობა. აღმოჩნდა რომ მათემატიკურად რო გათვალოთ, თუ ავიღებთ ორ სიმს და ერთმანეთისკენ ძალიან მაღალი სიჩქარით 0.998 ჯერ სინათლის სიჩქარე. ანუ 99.18% სინათლის სიჩქარით რომ იმოძრაოს ერთმაც და მეორემაც ერთმანეთის მიმართულებით სიახლოვეში რომ მოხდებიან თუ რომელიმე სხეული, ასე იგი, აქ ესენი მათ ერთმანეთის სიახლოვეში არიან და ამ დროს რომელიღაც სხეულმა ჩაუფრინა ერთ და მერე მეორე სიმს. აღმოჩნდება რომ ის სხეული ვის ჩაუფრინა შეიძლება გადავარდეს წარსულში. რა არის ამისი გეომეტრიული მიზეზი? აი ხატია გეომეტრიული მიზეზი. სიმს გააჩნია უცნაური ტოპოლოგია. მის გარშემო სამყარო უცნაური თვისებისაა. ამას ეძახიან კონუსური გეომეტრია გააჩნია. აი როგორც კონუსის ზედაპირზე. აი ქვემოთ. თქვენ რომ გაატაროთ ორი სხივი. ანუ თუ გინდათ იქიდან ან აქედან ორი სხივი გაატაროთ, ეს სხივები იმის გამო რომ ეს კონუსია დაჯდება კონუსზე გავას სხვა კუთხით, ანუ გამრუდდება, ანუ კონუსური გამრუდება აქვს. და თუ ერთი სიმი მოძრაობს ძალიან მაღალი სიჩქარით და მეორეს მაღალი სიჩქარით და მის გარშემო გავუშვი სხეული, ეს სხეული ერთი სიმის კონუსზე გაიმრუდებს ტრაექტორიას ცრუს, სივრცეს და დროს და მეორესაც რო გაიმრუდებს, შეიძლება იმდენად გაამრუდოს, რომ წავიდეს წარსულში. ოკეი? მათემატიკურად გამოდის ასე. ძალიან უცნაური შედეგი. ხო და ყველაზე მთავარი არის ის, რომ განსხვავებით ჭიის ხვრელისგან ჭიის ხვრელის მინუსი რატომ დაიბრაკა პირდაპირ, რატომ დაიბრაკა, ასე თქვათ, მისი მეშვეობით დროში მოგზაურობა იყო ის, რომ ჭიის ხვრელი მოითხოვს ეგზოტიკურ მატერიას. მატერიას, რომლის სიმკვრივე არის უარყოფითი. ეგეც ვერ მოძებნით ვერსად. ამ ტოპოლოგიურ დეფექტს არანაირი ასეთი პრობლემა არ აქვს. ის არის ძალიან დადებითი მასის, დადებითი სიმკვრივის, ეგ პრობლემა საერთოდ არ აქვს. მაგრამ აღმოჩნდა რომ მაინც არის პრობლემა დროში მოგზაურობის, ბოდიში მაგრამ ასე გამოდის, ყველა გაგებით. მიზეზი არის შემდეგი. თუ დროში მოგზაურობა არის, ამას ქვია ქრონოლოგიის დაცვის მექანიზმი, რომელიც დაასაბუთა სტივენ ჰოკინგმა, რომ ასე იგი ვაკუუმი, სიცარიელე დავარქვათ პირობითად. არ არის სრული სიცარიელე, იქ ყოველთვის არის გარკვეული ფლუქტუაციები, ესე ვამბობთ, რხევები, იბადებიან და ჩნდებიან და ქრებიან ნაწილაკები და ანტინაწილაკები. მაგრამ თუ დროში მოგზაურობა შეიძლება უკან, მაშინ შეიძლება ეს ფლუქტუაციები დაატრიალო ყოველ ჯერზე და ყოველ ახალ ფლუქტუაციას ძველი წარსულიდან მომავლიდან წამოსული ფლუქტუაცია მიამატო. არაფერი ხელს არ უშლის ამას. თუ ესია, მაშინ გამოდის რომ ენერგია იმ ადგილზე გახდება ზრდადი შეუჩერებლივ და ბოლოს ენერგია გახდება უსასრულობის ტოლი. უსასრულო ენერგია არ გააჩნია სამყაროსაც კი. სასრული ენერგია აქვს სამყაროს. ამიტომ აქედან გამომდინარე ქრონოლოგიური, ასე ვთქვათ, დაცვა დავარქვათ ამას, სავარაუდოდ ეს შეუძლებელია ასეთი ეფექტი მოხდეს და დროში მოგზაურობა იყოს შეაძლებელი წარსულში, თუმცა მომავალ შეიძლება. ეს სცენა ალბათ რავის გახსოვთ. ეს არის ბოლოს წინასწენა ეს სერიალი Fringe. ბოლოს წინასწენა, სადაც არის ორი თავარი გმირი, ვოლტერი და მაიკლი მიდიან ერთად და გადიან წარსულში პორტალის მეშვეობით. თუმცა არაფერი ხელს არ უშლის მომავალში მოგზაურობას, ხო? ანუ წარსულში არ შეიძლება ცალსახად ჩანს, ყველაფერი მიუთითებს ამას, მაგრამ მომავალში არანაირი პრობლემა არ არის, ხომალდები რომ მქონდეს მაღალი სიჩქარის კი. დიახ. ვერ გავიგე? წარსულში და მომავალში. მომავალში მოგზაურობის ყოფილა, წარსულში არა. წარსულში არა. ვერა. ხო.
მოკლედ, ჩვენ ესე იგი ამ მთელი სერიის განმავლობაში მიმოვიხილე, ანუ აი, თეთრი ჯუჯები, ნეიტრონ ვარსკვლავები, ანუ პულსარები, შავი ხვრელები. ეს იყო თემა, რომელიც ეხებოდა შავი ხვრელების გამოყენებას hard disk-ად, memory disk-ად. მინიატურული შავი ხვრელები, ჭიის ხვრელები და აგერ დღეს გელაპარაკეთ კოსმოსურ, ხან კოსმოლოგიურ სიმს ეძახიან, ხან კოსმოსურ სიმს. ასევე შევეხეთ ძალიან საინტერესო რაღაცეებს. ეს იყო დიდი აფეთქების თეორიას, შევეხეთ ზოგად ფარდობითობას და სპეციალურ ფარდობითობას. შევეცადე რომ გასაგებად ყოფილიყო მაინც. და ნუ კვანტურ ფიზიკას რა თქმა უნდა. კვანტურ ფიზიკა არის უმთავრესი რაღაც. ამიტომ ასევე განვიხილეთ ძალიან ეგზოტიკური სიტუაციებიც, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა, რამდენად შეაძლებელია ამ სერიის ფარგლებში იყო და ნუ ასევე დროის მანქანას, რომელიც ნუ რა ვიცი, ნახევარი შეიძლება, მეორე ნახევარი დიდად ვერა. მოკლედ, დასკვნა რა არის? ჩემი აზრით, ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიზიკა ყველაზე ფუნდამენტურია და ყველაზე საინტერესოა, ალბათ არა, დარწმუნებული ვარ. ხო. დიდი მადლობა. გისმენთ. და სხვა შორის თუ კითხვები გეკნებათ, ერთმანეთს გადააწოდეთ. აი მოდი, მოგაწოდებთ და ვისთანაც კითხვა იქნება, აი არის ხმა. მე მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ, რომ შავი ხვრელი შეიძლება შედგებოდეს, ანუ სიმები გაეჭხირონ და უშუალოდ სიმების გადაკვეთით შეიძლება შავი ხვრელი, ანუ თვითონ შექმნან შავი ხვრელი და რა ზომის შავ ხვრელზეა საუბარი, თუ შესაძლებელია? არა, თვითონ ვერ შექმნიან შავ ხვრელს. თვითონ არიან აი ეგეთი ტოპოლოგიური ობიექტები არიან. ანუ გადახლართვა. გადახლართვითაც ვერ შეიქმნება. გადახლართვით გამოვა აი ეს ანუ გადახლართულები შეიძლება იყვნენ, ასე ტოპოლოგიურად გადახლართულები, კვანძები გაკეთდეს. თუმცა ნუ რამდენად ალბათურია მეორე საკითხია, რა უნდა შექმნას ეგეთი კვანძი, მაგრამ თეორიულად არაფერი არ წინააღმდეგება. შავი ხვრელი არა. მაგათგან ვერ გამოვა. კი ბატონო, ხმა მაღლა. კი. როგორ? მაგათაც შეიძლება იყოს ერთ ბოლოზე, იყოს მიმაგრებული მონოპოლი და მეორე ბოლოზე მონოპოლი. აი ეს მაგნიტური მუხტი, ეგრე გამოიყურება. ბოლოში ეყოლებათ მაგნიტური მუხტები და რის გამოც სავარაუდოდ მარყუჟი უნდა იყოს მონოპოლები თუ ეს სიმი არის მონოპოლს დაიჭერს. თანაც დაიჭერს საწინააღმდეგო ნიშნის მონოპოლებს. და მონოპოლები საწინააღმდეგო ნიშნის ერთმანეთს მიიზიდავენ. ამიტომ ბოლოს ჩაიკეტება მარყუჟად. სავარაუდოდ. ნუ მთელი მუღამისაა რომ თვითონ სიმის ცოტაა. ანუ ერთნაირ კლასტერში არიან. ცოტანი არიან ორივე. არა, შეიძლება კი. შეიძლება. როგორ? რა ვიცი, ჩვეულებრივ სიმი, რომ ბოლო. როგორ? ცილინდრი კი, ცილინდრული ზომისაა. ანუ ცილინდრული ფორმისაა. კი. ძალიან წვრილი ცილინდრული ფორმის. მოჭრილი იქნება, კი. რაღაც სასრული ზომა ექნება, ოღონდ ეს ზომა არის ძალიან დიდი, რაღაც 10-ობით კილოპარსეკი და მეტიც. გეტყვით. იმის გამო რომ სიმები ასხივებენ, კარგავენ ენერგიას. და კარგავენ ენერგიას, იგი მასაში პატარავდებიან, ანუ ქრებიან ნელ-ნელა. ამიტომ შეიძლება დაედოს ზღვარი როგორი ზომის სიმები გადარჩნენ დღემდე და ცნობილია იქ. კი. ამიტომ რაღაც ზომის სიმები, თქვა ძალიან პატარა ზომის სიმები დღეს თუ ისინი დღეს არ წარმოიქმნებიან და ჩვენ არ ვიცით როგორი მექანიზმია, ერთადერთი ვიცით დიდი აფეთქების დროს. დღეს თუ არ წარმოიქმნებიან, მაშინ ისინი უკვე აღარ არსებობენ, პატარა ზომის სიმები. ამიტომაც დიდი ზომის სიმები უნდა არსებობდნენ, რომლებიც არსებობენ ჯერ კიდე. კი ბატონო. არა, თუ მონოპოლებია კი. ისე გრავიტაციულად იზიდავენ, კი, კი. სავარაუდოდ მაინც დაიკეცებიან გრავიტაციული დიდი მასის გამო, სავარაუდოდ. მაინც. ბოლოს მაინც მარყუჟი გვექნება ხელთ. და მარყუჟი მდგრადი შეიძლება იყოს. ეგეც შეიძლება, კი. ანუ გადაებნე რა, იცი როგორ? ორი სიმით ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთს სხვადასხვა ვარიანტია. ან გაწყვეტენ მოიცა? აქ მქონდა რაღაცას. ევოლუცია ერთმანეთთან ურთიერთქმედების. აი?
ორი სიმი ერთმანეთს შეხვდა, შეიძლება აი ესეთი ფორმა მიიღო, შეიძლება B ვარიანტი მიიღო, შეიძლება ორი სიმი, სამი სიმი ერთი მარყუში, ორი ჩვეულებრივი, ერთგანზომილებიანი და ასე შემდეგ. შეიძლება ეს ვარიანტები არის. სხვა შორის აი აქ საინტერესოა რომ ეს სიმის იდეა შემოიტანა პირველად ვილენკინი, ძალიან ცნობილი ფიზიკოსია. ტოტალიტარიზმი რატო არ ვარგა? ესე იგი, პირველი სტატია სიმზე გამოაქვეყნა საბჭოთა კავშირში იყო, სამსახურიდან გააგდეს და პირველ სტატიას აწერია აფილაცია ქვია, სადმუშაობ, ანუ სათხარ აფილირებული რომელ ინსტიტუციასთან. აწერია ზოოპარკი. იყო ის იყო რა ქვია, დარაჯი იყო ზოოპარკში. ეხლა ძალიან ცნობილი ფიზიკოსია, ამერიკაში არის. წავიდა 70-80-იან წლების დაწყებაში. ხო, მოკლედ, აი ეს ეგ ადამიანი და ხო და ეგ დღემდე ძალიან საინტერესო რაღაცებს აკეთებს. ხცოვანია უკვე, ემერიტუს პროფესორი არის. ხანდახან აი პირდაპირ გაგებით ეს კვანძი რომ შეკრათ, ხო? და რაღაც საინტერესო ფიგურა მიიღოთ და იმ ფიგურიდან გამომდინარე რაღაც საინტერესო ფიზიკური შედეგი მიიღოთ. ან პირდაპირ ეგრე ლაპარაკობს ხანდახან. აი კვანძი შეკარით ანუ გასაგებენაზე რაღაცა რა ვიცი ყაისნაღი და იმით რომ ქსოვს ადამიანი რაღაც ასეთ ენაზე შეიძლება გაიგოთ როგორ იყო ფაქცება შეიძლება კონდეს აი ძალიან რთულ ნუ პრინციპში კვანტურ და გრავიტაციულ ობიექტს ძალიან რთულს მაგრამ მარტივად შეიძლება გაიგოთ დიახ არა ის სიმების თეორია არის მიკრო ის კვანტური ის სხვა არის ეს არის გლობალურ ძალიან დიდი ზომის კოსმოლოგიური სიმები დიახ ხო, არა. ესე იგი, კითხვა არის ყველამ რო გაიგოს, რომ სიმი შეიძლება თუ არა ტრიალად სიმის გარშემო. ხო? არა, იმიტომ რომ სიმს ჩვეულებრივი კლასიკური გრავიტაცია არ გააჩნია, უფრო გააჩნია, მას გააჩნია, ამას ვიზახით ხოლმე ის რაც გაჩვენეთ. ეს არის კუთხის დეფიციტი ქვია ამას. ერთი წამი. აი. ეს რა ის კონუსური კუთხის გამო ამას კუთხის დეფიციტი, ანუ იდეაში შეიძლება მის ვინაიდან მასა დიდი აქვს, შეიძლება მის გარშემო რაღაც დაატრიალო, მაგრამ სიმი ხო არ ვიცი, სხვა პასუხი არ მაქვს პირდაპირ მაგაზე. შეიძლება პრინციპში ეგეთი რეჟიმი განხორციელდეს პრინციპში, მაგრამ არა რეალისტურია, იმიტომ რომ არამდგრადი იქნება სისტემა, გაიქცევათ ერთმანეთს. კი. დიახ. მაინც გადააწოდეთ, რა ვიცი, არის იქ და ყველამ რო გაიგოს. ხო. დიახ. ხმა მაგალითად ცოტა არ მისმის. მესამე ტიპის ეწოთი? დიახ. აი მესამე ტიპის ცივილიზაციამ რა დაინახოს ეს სიმი სად არის დაუშვათ და აი ამ ტოპოგრაფიული ანუ ტოპოგრაფიული რა უწოდეს? ტოპოლოგიური დეფექტი. ხო, ტოპოლოგიური დეფექტის გამოყენება როგორ შეიძლება რომ ან ენერგია გამოიტანო აქედან ან თვითონ სამყარო შეიცვალოს უკეთეს. პირდა ანუ მესამე დონის ან მეორე დონის დაინახავს თუ არა, ეგ კი რა ჩვენ ვაპირებთ, ჩვენ პირველიც არა ვართ დანახვას უკვე. მაგრამ ენერგიის ამოქაჩვა შეიძლება, იმიტომ რომ სიმი ასხივებს ძალიან დიდ ენერგიას, ასხივებს გრავიტაციული დაწყებული, ელექტრომაგნიტური დამთავრებული. და მინიმუმ ელექტრომაგნიტურის გამოყენება ჩვენ უკვე ვიცით. ფარადის აი ეს ელექტროენერგია მაგით გვაქვს მიღებული ეგეთი მაგ პრინციპით, ასე რომ კი, ენერგიის ამოყენება შეიძლება პრინციპულ პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი დონის ცივილიზაციისთვისაც კი, მით უმეტეს მეორე და მესამე. კი. დიახ. მომავალში უფრო კი არა, ნამდვილად რეალური, მაგრამ ექსპერიმენტზე შემოწმებულია. შეიძლება რომ მაინც მიაწოდოთ ისა? გადააწოდოთ თუ შეიძლება რა. ერთმანეთს მიეცეთ ხოლმე და? დიახ. მაინტერესებს მომავალში რომ გადასულიყვნენ, ანუ ამან მცდას რა შეუშალა ხელი რომ უფრო რეალური გამხდარიყო. თუ წარსულში. არა, მომავალში მცდელობა ხო იყო რომ გადასულიყვნენ? არა, მომავალში პრობლემა არ არის. მომავალში მოგზაურობა შეიძლება და შემოწმებულია ექსპერიმენტზე. ანუ გეტყვით როგორ არის შემოწმებული. ბევრნაირად, სხვადასხვანაირად, ყველაზე ესეთი უფრო გასაგები რო იყოს 70-იან წლებში NASA-მ გააგზავნა
ერთ-ერთი მისია ხომალდი კოსმოსში, რამდენიმე წრე დაარტყა კოსმოსში ამ თანამგზავრმა და სანამ კოსმოსში წავიდოდა ეს რაკეტა კანავერალის შტატში, ანუ კოსმოდრომზე და რაკეტაში მომართეს ატომური საათები ერთნაირად. გაუშვეს მერე ხომალდი, ანუ 1 საათი დარჩა აქ, მეორე საათი გაფრინდა. ეს ატომური საათები ძალიან ზუსტი საათებია. ჩვენთვის თუ ეტალონი 1 წამია, 1 წამს ვამჩნევთ. ის ძალიან პატარაა ის დრო. დაარტყა რამდენიმე წრე დედამიწას და დაბრუნდა უკან. ხომალდის სიჩქარე არის სადღაც 8 კილომეტრი წამში, რომელიც მართალი არ არის ახლოს სინათლესთან 300.000 კილომეტრი წამი. მაგრამ არც პატარა სიჩქარეა და აღმოჩნდა რომ ის რასაც იძლეოდა თეორია იძლევა რომ ხომალდს უნდა ემოგზაურა წარსულისა მომავალში. გარკვეული დროით. და საათი რო ჩამოვიდა, ის საათი რო დაბრუნდა უკან, ანუ მან იმოგზაურა, ანუ მისი საათი უნდა ყოფილიყო ჩამორჩენილი ჩვენთან შედარებით. ზუსტად იმდენით იყო ჩამორჩენილი, რამდენსაც იძლეოდა აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორია. ასე რომ ეგ დასაბუთებულია ზუსტად. მადლობა. გადაეცე, მე მგონი აქ გოგონას უნდა და აი აქეთ, აი. გალაქტიკა ხომ ვიცით რომ ფართოვდება და დიახ. არა, გალაქტიკა ფართოვდება. სამყარო ფართოვდება, გალაქტიკები გაურბიან ერთმანეთს. ხო. და ამ პროცესში შეიძლება გაქრეს ისინი? ანუ რა რის პროცესში? გაფართოების. სამყაროს გაფართოების? სამყაროს გაფართოება მასთან აფერშუაშია, ისედაც გაქრება, გააჩნია ზომას. იმის გამო რომ ასხივებს, კარგავს ენერგიას და რაღაც ყველა ზომის სიმს თავისი დრო აქვს, როცა გაქრება. ასე რომ სულ რომ არ ფართოვდებოდეს, თავის დროს რო ამოწურავს, თავის ლიმიტს ენერგეტიკურს რო ამოწურავს, ყველაფერს გამოასხივებს. მერე გაქრება. კი. დიახ. დიახ, ინფლაციის დროს. ასე ვთქვათ. ხო, მაგიტომაც ჩვენ ვთვლით რომ სავარაუდოდ ეხლა სიმები არ იქნება, სავარაუდოდ. თუ რამე ეგზოტიკური მექანიზმი არ აღმოვაჩინეთ, ახალი, სრულიად ახალი რაღაც ფიზიკა, რაც შეიძლება არ არის გამორიცხული. კი, აბა რა? ეგ შეიძლება. გისმენთ? თუ არ ვიკითხები. დიახ. ეს მიკროფონი თუ შეიძლება. აქეთ. ზუსტად სიმებს არ ეხება ჩემი კითხვა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დიდი აფეთქება მოხდა, მას შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ნებისმიერი შედეგი რაღაცის მიზეზის კვალობაზე განვიხილოთ. ანუ სულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია ყველაფერი ერთმანეთთან. ანუ რაღაცა მოვლენა, რომელიც ხდება, არაფერი არ არის უმიზეზოდ. უბრალოდ თუ ამას წავყვებით ისევე როგორც უკან დატრიალებულ ფირს და მივყავართ დიდ აფეთქებასთან, მივდივართ სინგულარობასთან, სადაც უკვე ირღვევა ჩვენი მათემატიკური აპარატი და იმის წინ რა მოხდა არალეგიტიმური და არარელევანტური ეს კითხვა. თუმცა აქეთ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივად არის აწყობილი. ემხრობით თუ არა, ან არის თუ არა რაიმე ფიზიკური საფუძველი იმის, რომ ვამტკიცოთ, როგორც მაგალითად რაგვარია საპოლსკი ამტკიცებს, რომ აქვს თუ არა ადამიანს თავისუფალი ნება, აი ამ კვალობაზე, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივით არის აწყობილი და მივყავართ თუ არა ამ მსჯელობას დეტერმინისტთან, რომ პრაქტიკულად რაც არ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, ეს იქნებოდა რაღაცა მიზეზებით, რაც გამორიცხავს ფაქტიურად შემთხვევითობას სამყაროში. არ ვიცი სწორად ჩამოვაყალიბე თუ არა. ესე იგი, ნებისმიერი საგანი, რომელსაც შემეცნება და ცნობიერება არ აქვს, არც ვიცით რა არის ცნობიერება, მაგრამ თვლით რომ ჩვენ გვაქვს, თუ რაღაცას ქმედებას ჩადის, ან თქვათ მოძრაობს, იმას აქვს თავის მიზეზი, ბურთი თუ მოგორავს, ვიღაცამ ფეხი დაარტყა, თქვათ. მაგრამ ადამიანი, როდესაც რაღაცას აკეთებს, შეიძლება თუ არა იყოს ეს რაღაცა უმიზეზოდ გამოწვეული. აი მაგალითად ადამიანს შეუძლია დაასახელოს თქვათ შემთხვევითი რიცხვი, უამრავი დაასახელოს და მართლა შემთხვევითია თუ არა მაგას ამოვთხოვ. და შემთხვევითია თუ არა ეს როგორ ფიქრობთ ამას? არა, ეგ მე მგონი ყველაზე რთული, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ცნობიერების, რომელიც არ ვიცით ჩვენ რა, როგორ ამოწყობილი ცნობიერება. და თავისუფალი ნებაც
ძალიან რთული საკითხია. თავისუფალი ნება, იმის თუ გავითვალისწინებთ, არ ვიცი, ეს შეიძლება ძალიან არკომპეტენტური პასუხია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ნეირონები მათი რაოდენობა ძალიან დიდია, თავისუფალ ნებაში ცდომილება იქნება რაღაც ერთი გაყოფილი იმ რაოდენობაზე. ამიტომ პრინციპში შეიძლება მაგას დავარქვათ თავისუფალი ნება. თუ უბრალოდ აბსოლუტურ თავისუფალ ნებას თუ ვთხოვთ სისტემას, ადამიანს, ხო, არ ვიცი. მართლა არ ვიცი, მაგაზე პასუხი არ მაქვს. არა, აბსოლუტური ვერ იქნება, შეზღუდული რაოდენობებიდან მაინც ახლა. მე მაინც მგონია, რომ ნეირონები მუშაობენ ძალიან გარკვეული, კვანტური და შეიძლება არ არის აუცილებელი გარკვეული პრინციპებით, და ეს პრინციპები ბუნების კანონებზე ეყრდნობა. უბრალოდ იმის გამო, რომ რაოდენობა ძალიან დიდია ნეირონების, კავშირები ძალიან უпроსტოდ კავშირებია კიდევ უფრო დიდი. ამიტომ ცდომილება ხდება ძალიან პატარა და ამიტომ პრინციპში თავისუფალი ნებაც შეიძლება ამ კონტექსტში აიხსნას, აი ამ კონტექსტში. თავისუფლება, ცდომილება ამ თავისუფლებაში გაქვს ერთი გაყოფილი იმ რაოდენობაზე, რაღაც ასეთი, არ ვიცი. გამიჭირდება ძალიან, თქმა. აი ჰოკინგი ამბობდა, რომ აი დეტერმინიზმს ვინც ემხრობა იმათ, ასე ვთქვათ, ირონიულად, რომ თქვენ როდესაც გზა სჭრითო, მაინც იყურებით აქეთ-იქითო. ანუ კი გჯერათ, რომ სახში ცოცხლები მიხვალთ, მაგრამ მაინც არაფერი დამიტაგოს. დეტერმინიზმი ვიცით რომ არ არის ბოლომდე გამართული მიდგომა. კვანტური ფიზიკაა. კვანტური ფიზიკა განაპირობებს ალბათობრივ განაწილებას სამყაროს შემეცნებისთვის, რომ ალბათობრივად უნდა შევხედოთ სამყაროს. დეტერმინიზმი არ არის სწორი. უბრალოდ დეტერმინიზმი შეიძლება სხვანაირი ტერმინი, შეიძლება სხვა რამე ვიგულისხმოთ, რომ დეტერმინიზმი შეიძლება დავარქვათ სწორად შეგვიძლია თუ არ აღწეროთ სამყარო, ეს არნიშნავს, რომ გინდა თუ არა ვიცოდეთ ზუსტად ხვალ ეს სხეული სად იქნება, არა, უბრალოდ სწორად აღწერო ნიშნავს ვიცოდეთ მდგომარეობა როგორ იქნება ამ სხეულის. კვანტური მდგომარეობა მაგალითად. კი, ასე დეტერმინიზმი მე თვითონ ეგ ტერმინი ბოლომდე არც მომწონს, არც არის სამყარო დეტერმინისტული არ არის. ის რომ თქვენას მითხარით წარსული და დღეს შემიძლია თქვა, მიზეზშედეგობრიობა არ ნიშნავს დეტერმინიზმს. დეტერმინიზმი არის ცალსახად ვიცოდე განსაზღვრო ყველა ნაწილაკის დაუშვათ ტრაექტორია, ეგ შეუძლებელია, ეგ გამორიცხულია, ვიცით რომ შეუძლებელია. ესე იგი, ამას წინათ უსმენდი რაღაც პოდკასტებს უსმენ ხოლმე და აი საპოლსკი რასაც ამბობს რომ ესე იგი თავისუფალი ნება პრაქტიკულად ადამიანს არ აქვს, არიან ძალიან ესეთი მარგინალისტები, ვინც საპოლსკის ემხრობა და მოყავს ასეთი რაღაცა, რომ ესე იგი თქვათ უჯრედულ რაღაცას უწოდებენ, უჯრედულ მექანიზმი დავარქვათ, მოდი, აი ჭადრაკის დაფა როგორც არის, თქვათ შავი თეთრი და თუ მე მაგალითად ვარ თქვათ კენტ უჯრაზე და ვიცი რომ კენტი არის თეთრი, 1000-ეც რო იყოს, თუ 1000-ე იქნება და იქნება ლუწი, ვიტყვი რომ არის შავი. ანუ წინასწარ მეტყველებ რომ ის არის შავი. მაგრამ არსებობს უფრო რთული მექანიზმები, მაგალითად ფესვი 2-დან რო ავიღოთ, რომელიც უსასრულო რიცხვია, ან პი რო ავიღოთ, რომელიც ასევე უსასრულო რიცხვია, ჩვენ ვერ გამოვთვლით პირდაპირ მარტივად რა იქნება თქვათ მე-17 თანრიგზე ციფრი. მაგრამ არსებობს რაღაც ალგორითმი, რომელიც ამას თვლის, მაგრამ ეს ალგორითმი თუ არ გაიარეთ, არ მიადექი უშუალოდ ამ ციფრის მისადგომებს, წინასწარ შეუძლებელია, თუმცა მაინც ცნობილია. ანუ ესეთივე მაგალითი მოყავს, რომ თითქოს აი ეს ყველაფერი გასავლელი აქვს ადამიანს და წინასწარ რთულია მისთვის თქვა, რომ რა იქნება მე-17 რიცხვის ადგილას, მაგრამ თუ იცის, რომ 3.14, მერე 15, 29, 67 ასე გრძელდება და აქ ხედავს რაღაცა კავშირს და ეს ალგორითმი მუშაობს, შეიძლება მიუახლოვდე თქვა და მე-100 თანრიგის რიცხვი მერე გამოთვალო და მანამდე ვერ გამოთვლიო. ასე რომ მაინცო არ არსებობსო თავისუფალი ნება უფრო აქეთი ხრევ იცით რა, პირდაპირ ესე გააბათილო ეს დეტერმინიზმის თითქოს ამასაც ვერ შვები რა და ვერც ისევ შვები რომ დეტერმინიზმს თუ განვიხილავთ როგორც კლასიკურ ფიზიკაში და კვანტურ ფიზიკაში აი რა იყო დეტერმინიზმი, ეგ ნამდვილად არ არის დეტერმინიზმი არ არსებობს. ანუ ბოლომდე არ არსებობს, სრული გაგებით, იმიტომ რომ სამყაროს განაპირობებს აღწერს კვანტური მდგომარეობა ყველა ვარიანტში. ამიტომ დეტერმინიზმი აღარ არის, არ აღიწერება კლასიკურად. ვიცით რომ არ აღიწერება კლასიკურად, აგერ ვიცით რომ მუშაობს, ეს მუშაობს აქ, იმიტომ ხედავთ აქ ამ გამოსახულებას, რომ კვანტური ფიზიკა მუშაობს, ანუ არა დეტერმინიზმი მუშაობს. ასე რომ კი, არ არის. ანუ უფრო ალბათურია ეს ყველაფერი ვიდრე ნამდვილად ალბათურია ეს ყველაფერი. ოღონდ გააჩნია რომელ კატეგორიაშია თუ კლასიკური ფიზიკის აი ხლა ამ სივრცეში სადაც მე ვდგავარ და მე ვლაპარაკობ, აქ დეტერმინიზმია. აქ იმდენად ბევრი მოლეკულისგან შევდგები მე თქვენ და ასე შემდეგ, რომ ეს რაოდენობა კლავს, ჩამალავს, რა ვიცი, უხეშად რო ვთქვათ, ამ კვანტურ ბუნებას. და თუ მე რომ ვიყო ერთი ცალი მოლეკულა, ერთი ატომი და ასე შემდეგ, იქ წმინდად კვანტური ვიქნებოდი. ანუ აბსოლუტურად ტალღური ბუნება მექნებოდა
და ვერც გავარჩევდი, ანუ ტალღისგან ჩემს კიდევ შეიძლება შეგეკითხებით, აი ცნობილი აინშტაინის და ბორის კამათი რო იყო, რომ თვარეს რო ხედავდნენ და ესე იგი პრაქტიკულად რაც კვანტური სიდიდე, ну კვანტური ფიზიკა ხო მიკროსამყაროზეა ლაპარაკი არა და აი დაბლ სპლიტ ექსპერიმენტი რომ არის, ოდესაც დამკვირვებელი არის და დამკვირვებელი არ არის, ელექტრონი ხან იქცევა როგორც ტალღა და ხან იქცევა როგორც კორპუსკულა. აი ეს საუბარი ქონდათ გადატანილი მთვარეზე და ნილს ბორი ამბობდა რომ ესე იგი თუ მე არ ვარსებობ, მთვარეც არ არსებობს და აინშტაინი ამბობდა რომ თუ მე არ ვარსებობ, მთვარე მაინც არსებობს. მე მგონი ცნობილი რაღაცა იყო ესა და თქვენი კომენტარი მაინტერესებს მაკროობიექტებზე როგორ შეიძლება ახლა ორი ნომერი პირველი და ნომერი მეორე თუ რა ორი უდიდესი ფიზიკოსი როგორ შეიძლება ამაზე ლაპარაკობდნენ თუ ეს განზოგადებაა და მიკროსამყაროს მე როგორც გითხარით ესე იგი ექსპერტები ცდებიან აინშტაინი ცდებოდა ჯერ ერთ იმაში რომ კვანტურ მექანიკას ვერადავერ იგებდა პრინციპულად ებრძოდა მთელი ცხოვრება ხო და ესე იგი ეგ ძალიან ჩვეულებრივი რაღაცაა და კარგი კითხვაა რომ დამისვით ეგ იმიტომ რომ მაგალითი არის იმის აი სადამდე ვიღებთ ზღვარს როცა შემეცნებას ვახდენთ სამყაროს ამა თუ იმ უბნის ხო ნუ რა გითხრათ ესე იგი აინშტაინს სამწუხაროდ კვანტურს ებრძოდა მთელი ცხოვრება მიходის რომ კვანტურის ჩამოყალიბებაში ფაქტიურად მიიღო შეიტანა უდიდესი წვლილი და ნობელიც და ერთსაც ვიტყვი ბარე მე ექიმი ვარ და ზესტაფონიდან ჩამოვედი თქვენი ლექციის მოსასმენად გუშინ ნახე Facebook-ზე და მოკლედ დაიწყეთ რიჩარდ ფეიმანით მე უსმენ ხოლმე ამ კაცს მაინტერესებს ზოგადად ფიზიკა და მე მგონი ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება რაც გამახსენდა კიდევ აინშტაინის ფარდობითობის თეორიიდან რასაც ამბობს ეს კაცი ამბობს ასეთ რაღაცას რომ პრაქტიკულად თქვათ მზიდან ესეც ახსენეთ რომ 150 მილიონი კილომეტრია ჩვენამდე დედამიწამდე და ამას სხივი გადის ანუ ფოტონი ფარავს 8 წუთსა და 20 წამში ეგრეა ეს არის ჩვენთვის ეს დრო თუმცა თვითონ ფოტონისთვის ეს დრო საერთოდ არ არსებობს ანუ ფოტონისთვის ეს დრო არ არის ეს ნიშნავს რომ მზიდან გამოვიდა თუ არა ფოტონი იმ წამს ჩვენთან არის და ეს იმას ნიშნავს რომ გინდა მზიდან მოსულა ჩვენთან და გინდა სამყაროს დასაწყისიდან სამხილული სამყაროს ბოლომდე ანუ 1028 სანტიმეტრი გაუვლია. ანუ ფოტონისთვის სამყარო არის ორი დაკეცილი ფურცელი წიგნის, რომელიც ერთმანეთზეა მიდებული და რომელსაც ზომა არ აქვს. ეგრეა. და პრაქტიკულად არც განზომი, ანუ არც სივრცე და არც დრო არ არის ფუნდამენტური რაღაცა. ჩაჭეჭყილია მისთვის ეგ. ჩაჭერილია მისთვის ყველაფერი და პრაქტიკულად აი ბავშვმა კითხვა დასვა გოგონამ იქეთ რომ თქვენ რო უთხარით მე როგორ შემოწმდა როსა ატომურმა საათებმა ცვლილება მოგცა 10 ხარისხად ნუ ესე იგი როდესაც პირველი კოსმოსური სიჩქარე რაც არის იმის დატოვა წავიდა ხო 9 კილომეტრს თუ 8 კილომეტრს გადიოდა წამში მაგრამ თუ ესე იგი წარმოვიდგენთ უსასრულოდ დიდ მანძილს და წარმოვიდგენთ სიჩქარეს არ ვიცით დაუშვათ C რო არსებობს ანუ უნდა იარსებოს სიჩქარემ რომელიც მყისიერად მიმიყვანს იმ მანძილზე რა გინდა დიდი არ უნდა იყოს მანძილი მაგრამ ვინაიდან აინშტაინის ფარდობითობის თეორიით ზეზღურბლოვანი სიჩქარე თავდება C-სთან და C-ზე დიდი სიჩქარე არ არის თუმცა რაღაც ტაქიონებს ამბობენ რომ აქვს ეგეთი სიჩქარე მაგრამ არ ვიცი, მე არ ვიცი პირადად, როგორ ჯდება ეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში. ეგ უკვე წასულია ეგ დრო. მაგაზე აღარ ბრძოლობენ. ხო, ანუ ესე C არის მაქსიმალური. მაქსიმუმია. მაშინ გამოდის, რომ ნებისმიერი A წერტილიდან B წერტილამდე მიუხედავად სიშორისა, ფოტონი მას ფარავს მყისიერად. ანუ წამში კი არა, მყისიერად დრო საერთოდ არ ჭირდება. გამომდინარე, ამიტომ დროც არ არის ფუნდამენტური, იმიტომ რომ შეიცვალოს უნდა, ესე იგი 8 წუთი და 20 წამი უდრის არაფერს ფოტონისთვის პრაქტიკულად. ეგრეა. და იმ 8 წუთიანმა ხომალდმაც კი გვაჩვენა მცირედი ცვლილება და რაც უფრო მალე და რაც უფრო უახლოვდება ხომალდის სიჩქარე C სიჩქარეს, მით უფრო იზრდება ექშუალედი. დიახ, იზრდება და პრაქტიკულად C შეფარდებული იმ ჩვენი ხომალდი, უბრალოდ ჩვენ რო ისე დავძრათ რაღაცა ფიზიკური ნივთი, რომელსაც მიენიჭოს C სიჩქარე, პრაქტიკულად კოსმოსის მთელი ენერგია არ ეყოფა მაგას, რომ ავაქანოთ ესე, თორე პრაქტიკულად ვამოგზაურებთ მას მომავალში. ანუ ზუსტად სინათლით რომ ვიმოძრავთ, ჩვენ ფაქტიურად გვჭირდება უსასრულო ენერგია. დიდი არა, უსასრულო ენერგია, რომელიც სამყაროს არ გააჩნია. დიდი არა, ხო, სამყაროში არ არის უბრალოდ მაგალითად. ანუ ელექტრონის კი რო აჩქარო, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ნაწილაკი, მაქს სიჩქარემდე ზუსტად დასვა C-ზე, გვჭირდება ენერგია უსასრულოდ დიდი.
და შესაბამისად გამოდის, რომ დიდი აფეთქება და ეხლანდელი დრო ფოტონისთვის წამიც არ გასულა. ფოტონისთვის არ გასულა, ხო. ერთი და ეგ იგივე. ეგრეა, ხო, ეგ უცნაურია, მაგრამ უძრაობის მასა არ აქვს და ესეთი ტიპი ეგრეა. არა. ხო, წარმოიქმნა თუ არა, სადაც უნდა იცოდას იქ არის და თან თავდება. ეგრეა, კი. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ხო. კარგი, დიდი მადლობა. მადლობა ყველას მობრძანებისთვის.